გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. დაახლოებით 2 საათის წინ პარლამენტში დაჩქარებული წესით განსახილულად შევიდა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები და როგორც ცოტა ხნის წინ გახარია საქართველოსთვის დეპუტატმა გვითხრა, ხვალ დილით უკვე კომიტეტებში იწყება ამ ცვლილებების განხილვა. მოკლედ აი ამ ცვლილებების თანახმად სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება. ეხლა რა თქმა უნდა რთულია წაიკითხო, ასე ვთქვათ, ყველა დაანონსებული ცვლილებები, მხოლოდ მოკლე ამონარიდს გაგაცნობთ და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ამონარიდიდან აი ამ ცვლილებების მიზანს ნათლად დაისახავთ. განათლების მინისტრი უფლებამოსილი ხდება, დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების მოვალეობის შემსრულებელი და დროებითი კოლეგიალური მმართველი ორგანო, დროებითი მმართველი საბჭოს შექმნას, რომელსაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოცულობითა და ვადით აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების განხორციელება გადაეცემა. კანონის პროექტის თანახმად აღნიშნული უფლებამოსილება არის დროებითი და მიზნობრივი, ვრცელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პროცესთან უშუალოდ დაკავშირებულ საკითხებზე და წყდება რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ან რეორგანიზაციაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოს ფორმირების შემდეგ. მოკლედ, ასეთი ამბავია. არჩილ გამზარდია, პოლიტოლოგი ირაკლი მელაშვილი, ანალიტიკოსი. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონი ირაკლი, თქვენგან დავიწყებ. ის რაც ახლა წავიკითხე, შეიძლება თუ არა იყოს პირდაპირ კავშირში იმ პროცესთან, რასაც ამ ეტაპზე აპროტესტებს ცალკე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ცალკე ტექნიკური უნივერსიტეტი. რა თქმა უნდა, მექანიზმს ქმნიან იმისა, როგორ გააერთიანონ ეს უნივერსიტეტები, საქართველოში ეს არდოს არ მომხდარა, მე არ მომხდარა, კომუნისტების დროს არ მომხდარა ეს. ასე რომ აიღოთ უნივერსიტეტები გააერთიანებინათ, გაუქმებები მოხდა სააკაშვილის დროს. ზოუეტი გაუქმეს, მაგრამ ასე რომ უნივერსიტეტები შეერწყათ, არა და ბუნებრივია ამ შერწყვის პროცესში წარმოიშვება რაღაცა საკითხები, რომელიც აი ამ ფორმით მოგვარებას ცდილობენ, რომ რაღაცა ლეგალური საფუძველი ქონდეს იმ ახალ წარმონაქმს, რომელსაც სახელად ჯავახიშვილის უნივერსიტეტს დაუმატება, მაგრამ სინამდვილეში ეს იქნება უკვე სრულიად სხვა რამე, ბუნებრივია. ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, ну კლასიკური მაგალითია იმისა, ერთის სულელეს როგორ მოყვება მერე სხვა რაღაცეები. 2-3 თვის წინ გამოაცხადეს გასვოთ უმაღლესი სასწავლებლების რეფორმა და პრინციპი რომ ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი უნდა იყოს. ბუნებრივი იყო რომ ასეთ ვითარებაში პოლიტექნიკური ინსტიტუტს და უნივერსიტეტს ჰქონდა ბევრი გადაფარვები. პოლიტექნიკური ინსტიტუტი ვერ იარსებებს დამოუკიდებლად თუ ეს ჰუმანიტარული ფაკულტეტები არ ექნება, იმიტომ რომ იქ არის ძირითადად შემოსავლის წყარო. ეს თავისი გენიალური პრინციპი ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი რო განახორციელებინათ, პოლიტექნიკური და უნდა გამოეტანათ ეს ყველაფერი და დარჩებოდათ დღევანდელ ვითარებაში აბსოლუტურად გამოშიგნული და არასიცოცხლის უნარიანი ფინანსური თვალსაზრისით ინსტიტუტი. ამიტომ მიიღეს გენიალური მეორე გადაწყვეტილება, ერთს მეორე მიამატეს და მოდი ბარემ გავაუქმოთ. იმიტომ რომ ცალკე ჰუმანიტარული ფაკულტეტები გაეუქმებინათ, ეს დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევდა. ამიტომ ჩათვალეს, რომ უფრო ლოგიკური არის მთელი უნივერსიტეტის გაუქმება. ანუ მივიღეთ ის მდგომარეობა. ახლა მთელი ეს საუბარები რაც იყო ამ დღეებში, რომ კონსულტაციები გაიმართება რაღაცებით, ყველაფერი მიუთითებს, რომ ეს არის ბლეფი. ეს არის თვალის ახლა კლასიკური ავტორიტარიზმია, როდესაც ხელისუფლებაში შეხედან ხალხი, რომლებიც ფიქრობენ, რომ საზოგადოება არსებობს იმისათვის, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აღასრულოს. მეტი ფუნქცია საზოგადოებას აქვს. არც უნდა კითხო, არც უნდა კონსულტაციები გაეარო, არც უნდა დაელაპარაკო. ავტორიტარიზმი მეტი არაფერი არ არის. კი არა, რომ ვიღაცა გამოდის და ესეთი ლექსიკა აქვს, როგორც პაპუაშვილს. არამედ ზუსტად ის გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი, როდესაც შენ იღებ გადაწყვეტილებებს ისე, რომ სირცხვილია უნივერსიტეტის რექტორები ტელევიზორით იგებენ ბრიფინგიდან მინისტრის, რომელმაც საყვად გადმოაგდო, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება და არავინ არ იცის, ხო? ვინ მოამზადა, როგორ მოამზადა, დააყენეს განათლების მინისტრს ვიცნობთ რითი, ხო? ვინ არის ახლა ამ კაცს რა ავტორიტეტი იყო ადეიშვილის მოადგილე იმ წლებში, როდესაც საშინელებებს ჩადიოდა ადეიშვილი და მისი პროკურატურა
მერე გადმოხდა ქართულ ოცნებაში, ანუ ადამიანის ერთადერთი ცნობადობა საზოგადოებაში არის ის, რომ აღიქმება აბსოლუტურად უპრინციპო პოლიტიკურ ეხა უკვე ამ საკანონმდებლო დაანონსებული კი არა და პარლამენტში განსახილვად შესული ხო აღარ არის დაანონსებული ეს არის პროცესი ანუ აბსოლუტურად უსაგნოა ლაპარაკი იმაზე რომ რაღაცა შეხვედრები გაიმართება რაღაცა პოზიციების შეჯერება მოხდება არჩევა რა განსხვავება არის ერთადერთი კითხვა მახსოვს 2006-2007 წელს როგორ ჩაატარეს უნივერსიტეტის რეფორმა ეს წუთი არ ვლაპარაკობ მე გამოცდების გამოტანაზე აი ზუსტად მაშინად პრეტენზია იყო არა იმაზე რომ უნივერსიტეტი სარეფორმო არ არის სარეფორმოც იყო ესეც არის სარეფორმო ერთის და მეორეს რა თქმა უნდა მაგრამ როგორ აკეთებ ამას ყველაფერს ხელისუფალი პირველი პრობლემა ეს არის ხელისუფალი როგორ იქცევა ქვეყანაში რომ გვეუბნებიან რომ 2-3 კაცი დაუჯდები და ვიღაცის დედა და ვიღაცის მამა დაჯდება იქ რაღაცას მოიფიქრებ და დანარჩენმა საზოგადოება მერე თავი უნდა იმჭროს თან ხო ეს ხო გადაწყვეტილებებია რომლის უკან დაბრუნება შეუძლებელი. კარგი, არჩილ, აი აქამდე თუ ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები იქნებიან ესენი თუ სტუდენტები ამბობენ, რომ წარმოდგენა არ ქონდათ, რომ ასეთი რამ იგეგმებოდა და რა ვიცი, უმეტესობამ ტელევიზიით გაიგო ამ ამბის შესახებ. ანუ ეხა შეიძლება თუ არა რაიმეს პროგნოზირება აი ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, რომლის თანახმადაც აი ამ დროებით მართლობით ორგანოს საბჭოს თავიდან ბოლომდე რექტორის მოვალეობის შემსრულებლიდან, არ ვიცი, აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი ორგანოს, რა ვიცი, უფლებამოსილების განხორციელებამდე ვადებთან დაკავშირებით ვგულისხმობ განსაზღვრავს და გადაწყვეტს განათლების სამინისტრო და ხელისუფლება. გადაწყვეტილებები აქ უკვე მიღებულია. არაფერი შეცვლის გადაწყვეტილების ამოქმედებას. პირიქით ეს კანონპროექტი მეტ ბრჭყალებში სამართლებრივ რესურსს აძლევს ხელისუფლებას და უფრო მეტიც აქ უკვე აღარ არის ლაპარაკი მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებაზე და შერწყმაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აქ უკვე ამ კანონპროექტით ხვდებით ალბათ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეუძლია გამოაცხადო რეორგანიზაცია 100%-იანი აუცილებლად ეს შემდეგი ნაბიჯი ეს იქნება დანიშნავენ ამ საკანონმდებლო ცვლილებებით აი უკეთ რომ გამარკვევთ, იმიტომ რომ დეტალები ახლა შეიძლება რთული იყოს. დიახ. პირდაპირ აჩვენებს რომ ნებისმიერ სასწავლებლებში შეიძლება შემდეგი ეს ყველაზე გვერდ გახდება და აგი ნახავთ თუ არა შემდეგი ეს იქნება უკვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სავარაუდოდ დანიშნავენ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს სხვას და არა ქალბატონინოს რომელიც დღეს არის რექტორი შიდა სამსახურებს წარმომადგენლობით საბჭოს ვის ხელშიც ამ ყველაფერმა მერე უნდა ლეგიტიმაცია მიიღოს მომავალმა რექტორმა ვინც უნდა შეარჩიონ ასე ვთქვათ ამ ყველანაირ ფონდს შექმნიან შესაძლებელია შემდეგ საფეხურად ვიხილოთ ის რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამაზე ისედაც ქართული ოცნების წარმომადგენლებს ყოველთვის ჰქონდათ საუბარი ამაზე ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს თემა უკვე აღარ დადის მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის თემამდე ანუ იგივე ბედი შეიძლება რაც ტექნიკურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით ახლა ხდება აი ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით იგივე ბედის მოზიარა შეიძლება გახდეს ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისში კონცეფცია გვიდევს ხალხო ილიას უნივერსიტეტში და სახელმწიფო უნივერსიტეტში არ უნდა იყოს ერთი და იგივე ფაკულტეტები. ბიჭო, ახლა უნივერსიტეტთან თუ როგორ აღარ უნდა იყოს? ეს კონცეფცია ჩვენთვის იყო რამდენიმე თვის წინ ცნობილი, მაგრამ მაშინ ბოდიში და ვერავინ შეძლო იმის პროგნოზირება, რომ ეს ყველაფერი მათ შორის ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებით დასრულდება. ეს შერჩევა ხო HR-ზე არ მოხდარა ტექნიკურ უნივერსიტეტთან მიმართებაში რაღაცა უცნაური კეთმაღლობა არსებობს, ხო რომ GPI-ში ტექნიკური უნივერსიტეტი მრეწველობის მიმართულებით თუ შესანიშნავ სპეციალისტებს ქნდა და მიუხედავად უმამრავი პრობლემისა თუ რაიმე ხდება საქართველოში ენერგეტიკაში, მშენებლობაში, გზაზე და ასე შემდეგ მთელი რიგი მიმართულებებით სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლების პრინციპზეა. მე 4 წელი ვისწავლე პირველი უმაღლესი ტექნიკური უნივერსიტეტი იყო ჩემი, მე მივხვდი რომ ჩემი მოწოდება იყო და თავი დავანებე. და მაშინაც კი, როდესაც ეს რაღაცა ფინანსების თემა ჩვეულებრივი ამბავი იყო, ისეთ იყო სწავლის პრინციპი, რომ ვინც კი ამთავრებდა ტექნიკურ უნივერსიტეტს, ის მაინც დარგში რაღაცა უნარები გააჩნდა. ასე ხელაღებით, იმიტომაც შეარჩიეს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომ ბოდიში ჟარგონზე და ახლა ეს GPI-შნიკები, გოიმები შეაერთეს და
მაინც ვერ გათვალეს, რომ ეს რაღაც სიმპათიები ან ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერა გაიზრდებოდა მათ შორის TSEU-ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან და მათ წარმომადგენლების მხრიდან. ეს მოდელია ამათ პირველ ტექნიკურ უნივერსიტეტზე მეტად სჭირდებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განადგურება. ამაზე ხო წლები ამიდის საუბარი, არა პირველი შემთხვევა ხო არა ეს ამიტომ სჭირდებათ რას ნიშნავს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სრული პოლიტიკური კონტროლის დასამყარებლად თუ აქაც რაღაცა ერთი ინტერესი მეორეს არ უშლის. პოლიტიკური ინტერესი, ფინანსური ინტერესი, რესურსების მართვის ინტერესი და ყველა სხვა დანარჩენი მათ შორის რაც კი შეიძლება იყოს ამ პროცესში ჩადებული, ერთმანეთს კომპლექსურად ყველა მათგანს მიაღწევენ, იმიტომ რომ მთლიანად დაიმორჩილებენ სახელმწიფო სასწავლებლებს. ბოდიში ერთ საინტერესო რაღაცა, ერთი წლის წინ თუ ორი წლის წინ მიიღეთ ამ განათლების კონცეფცია თუ რაღაც. და წავიკითხე ესეთი რა იყო ამ კონცეფციის მიზეზი. კაცო უწინდელი რაღაცა 2004 წელს ნაცები დროსაც ყოფილა მიღებული და იქ ეწერა რომ ლიბერალური ღირებულებებზე უნდა ყოფილიყო აღზრდაო და ჩვენო ეხლაო ესო ყველაფერი ამოვიღეთო ეს სიტყვა ლიბერალიზმი, დემოკრატია და რაღაცა პატრიოტიზმი და ლილიანი უნთან დაპირისპირების თავარი მიზეზი ყოველთვის იყო ის რომ ილია უნი არის ლიბერალური მიმართულების სახელმწიფო უნივერსიტეტი და იქ ჩვენი მტრები არიან. ეს მე არაერთხელ გამიგია. ამიტომ მე მეძახდნენ ხოლმე ილიას უნივერსიტეტში მე 9 წელი ვასწავლიდი და აი ეს ურწმუნო სადნახეს ჩემი არ ვიცი მაგრამ აი თქვენ რაღაცა ლიბერასტებო და ასე შემდეგ ხა ჩემი ცხოვრების წესი ვინც იცოდა ის ჩემთან მიმართებაში ცოტა ფხილი იყო და მე რაღაც დაშვებას აკეთებდა რომ აქ ასეთები ნუ აი ეს იყო ზღაპარი ხო რა თქმა უნდა ჰეგელი და კანტი არ უნდა გაიგონ იმიტომ რომ მაგათი პირველ კურსელი სტუდენტი უკვე სწავლობს პლატონს არისტოტელეს ჰეგელს და კანტს თავისუფლება არ შეიძლება ანუ ფიქრობთ რომ აი პირდაპირ ასე ვთქვათ დროებითი საბჭოს დანიშვნა ილიას უნივერსიტეტში გაცილებით უფრო დიდხმაურს გამოიწვევდა ვიდრე ასე შემოვლითი გზით ტექნიკური უნივერსიტეტისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება შეგუება არსებობს ხო ბუდისტი ბატონო შეგუებადობის ან პროპაგანდაში არის ხოლმე ასეთი პრინციპი აი მაგალითად ხშირად წინა დღეს აილთად აქცია უნდა იყოს მეორე დღეს და წინა დღეს ჩააგდებენ ხოლმე კითხვას მოსავდნენ თუ არა სისხლისღვრა პირობითად რა რაღაცა ძალადობა და ადამიანი სინამდვილეში ამას იღებს უკვე როგორც დაშვებას, დაშვების შემდეგ მეორე დღეს რაც გინდა მოხდეს, ის მოულოდნელი არ ხდება. აღშფოთება მოყვება მოულოდნელობას, წარმოუდგენელი როცა არის. ამიტომ ამ ფორმით ეს დაიწყო. ყველას როგორც კი ტექნიკურ უნივერსიტეტში ჯერის კანონ პროექტი ამ ფორმით არ იყო. ყველას გაახსენდა ალბათ რომ აგერ ილიას უნივერსიტეტი აქეთ და შეიძლება ზოგს გაუკვირდა რატო აქედან არ დაიწყო. ამიტომ ახლა ეს კანონ პროექტი ბჭყალებში ჩასვამს ერთ საზომში ის რაც ერთ უნივერსიტეტში შეიძლება იყოს სახელმწიფოს კუთვნილება ის შეიძლება იყოს მეორეგან და განკარგავს ამ ყველაფერს თავიდან ბოლომდე ეგრეთ წოდებული მთავრობა მმართველი სუბიექტი და გადააწყობს მთელ ამ უმაღლეს განათლების კერებს სახელმწიფო სასწავლებლებს ამ ყველაფერს მე თან უკუშედეგი ექნება ძალიან იმიტომ რომ ვთქვათ ხო ამ სტუდენტთან აკადი იცვლება სპეციალობები იცვლება მაგალითად გეოლოგია ქიმია არქიტექტურა ტექნიკურ უნივერსიტეტსაც აქვს და ჰუმანიტარულზე აღარ ვლაპარაკობ. მაშინ სტუდენტთა კვოტები შეიძლება სწავლების ერთ პრინციპზე უნდა შეჯერდნენ. პროფესორა როგორ აისახება აბიტურიენტების რაოდენობაზე. გეოგრაფიულ, ასე ვთქვათ, მიგრაციაზე. ჩვენ არ ვაქცევთ ამ პოლიტიკის დოკუმენტებს ყურადღება და საშინელებები წერია. საინტერესო ხა, ჩემი უფროსი ვაჟი არის მე-9 კლასში. 2 წელიწადში 2 კლასი ამთავრებს ერთდროულად სკოლას. აი ის მე-12-ს რო ხსნიან და ეს გაორმაგებული ნაკადი ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ აქამდე თუ იყო რესურსები, რომ ვიღაცას 75%-იანი გრანტი მიიღო, ვიღაცას 50-იანი და ასე შემდეგ, ეს ხო ყველაფერს ხდება, ან რამდენიმე უფასო ადგილზე უნდა მოხდე, ან უნდა ჩაბარო კერძო უნივერსიტეტში. ეს გაორმაგებული ნაკადი რო წამოვა აბიტურიენტების, აი ამ ვიწრო რაოდენობაში და ბევრად დავიწროდება, იმიტომ რომ მე ვიტყვი რომ სახელმწიფოს ამდენი არ სჭირდება 2-3 შენობა, 2-3, ნუ რაღაცა კომპლექსურად ფაკულტეტების რაოდენობით მეტი არაფერი არ სჭირდება ახლა და ჩვენ აგერ კერძოა და გააკეთეთ კი ბატონო და აი ეს თქვენ მე რეაქთან ამ ყველაფერს ტრაგიკული შედეგები უფრო და უფრო მოხდება. წლებზე აწლობლებს. თან ვერავინ ვერ შეცვლის. ბოდიში, მაგრამ ახლა თუ კი ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიხსნება სასტუმრო, ახლა იმ სასტუმროს სასწავლებლად აღარავინ გადააკეთებს. ერთი არის კიდევ მნიშვნელოვანი, რატო გავაკეთეს ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს უფრო დისკრედიტირებულიდან დაიწყოს. აი მაგალითად, ნულოვანების შუახანებში უნივერსიტეტს დაწყოთ ძალიან ბევრი ადამიანი იყო გაბრაზებული უნივერსიტეტში, საშინელი კორუფცია იყო უნივერსიტეტში. ეს გამოიყენეს
არასწორად გააკეთეს ის საქმე რა. კიდევ ერთხელ ვიძახე როგორ შეხა დაბადებული არა ვარ უნივერსიტეტში, დედა-მამა იქ მუშაობდა, მეცნიერები იყვნენ, იქ გავიზარდე ის და უამრავი პრობლემა იყო. რაც გააკეთეს მეცნიერების დონე ამაღლა თუ სწავლების დონე. არც ერთი მე მგონი და არც მეორე საუბედუროდ. აქაც იგივენაირად აკეთებენ, იწყებენ, ყველაზე უფრო სწორად თქვა რა, KPI ისეთი თემა ილიას უნდა რომ მიდგომოდნენ დასაწყისშივე, ყველა იტყოდა რომ ეს პოლიტიკურია და იმდენად ტრიალებდა ეს აზრი ოცნების მომხრეებში, თავის ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ გამოუთქვავთ ამის სურვილი, ამიტომ დაიწყეს შედარებით გონიათ რომ ნაკლები წინააღმდეგობა იქნება, მაგრამ გავატარეთ როგორც საზოგადოება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა ეს მოხდა. გავითვალისწინოთ ერთი რამე, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა ხო პარალელურად. კერძო უნივერსიტეტზე გაუქმდა გრანტი. სახელმწიფო გრანტი. ანუ რა ხდება? რჩება ეს ვიწრო ყელი სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვინც აქ ვერ ხვდება დიდ ნაწილს საერთოდ ეკარგება შესაძლებლობა უმაღლეს სასწავლებლად ჩაბარების, იმიტომ რომ კერძო სასწავლებლებში საკმაოდ მაღალი გადასახად მე ვასწავლი და ვიცი. მე მინახავს, მე სტუდენტები მყავდა, რომლებიც აი ესე დასიებული თვალებით მოდიოდნენ ღამის მორიგეობების შემდეგ კაზინოში, აი გული მიკვდებოდა, იმიტომ რომ ჩემ ბავშვობაში არ ყოფილა ეს პრობლემა, მომწონდა ეს საბჭოთა კავშირი. ამ ბავშვებს რომ უყურებდი, აი მართლა გული მიკვდებოდა. აი ამ ბავშვებსაც, რომლებიც აი ასე იმ გრანტს რაღაცას ამატებდნენ თავისი მუშაობით სოფლთან იყვნენ ჩემ აი ამათ ყველაფერს გზას უკეტავენ გარდა იმისა რომ წავიდნენ ქვეყნიდან ამდენი ამ საკითხთან დაკავშირებითაც არსებობს არგუმენტი რომ არ გვჭირდება ამდენი დიპლომიანი ადამიანი რომელსაც შეიძლება არ კონდეს საუკეთესო ასე ვთქვათ დონე განათლების და სპეციალობების ჭირდება მათ შორის ტექნიკური პერსონალი მინისტრი დამიჯდება და მეტყვის ამ ჭირდება ამდენი ადამიანი. ჯერჯერობით რომ დათვალა რამდენი ჭირდება მე არსად არ მინახე. არც ერთი რეფორმის დროს. მეორე არის ვინმე გეუბნება რომ ეს ამდენი დიპლომიანი ადამიანი ეს ამდენი დიპლომი მაინც და მაინც იმაგასცეს უნდა სახელმწიფო ბაზრის კვლევა მოიშორეს რამდენადაც მე მახსოვს ეს ბაზრის კვლევა საიდუმლოა. საიდუმლოა და არავინ არაფერს არ გეტყვი. დანამდვილებით ვიცი და ახლა ვიცი ბევრი რაღაციდან რომ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს ინჟინერებში მაშინ. რა თქმა უნდა არის კაცო ამ ქვეყანაში პროფესიონალიზმის პრობლემა როგორ არის მაგრამ ასე ვაგვარებთ ანუ განადგურება ძალიან ინდოტიროა ხო გახსოვთ ის ქათამიო რაღაც მოწყენილად გამოიყურება ხო არ დავკლათო და ამითი თუ უშველითო ანუ ბუზა მეტია და გაფრენილა რა ასე ვაგარებ გავქვი და კიდევ რაღაც ლოგიკას მივყვებოდი რომ იყოს ამ ყველაფრის წინაპირობა საკოლეჯო განათლების განვითარება საქართველოში. იმიტომ რომ თერი რიგი პროფესიული სასწავლებლები ხო? მარტო პროფესიული. ეს არ არის პროფესიულში ფიზიკურად შრომითი სამუშაოები ითვლება, არა. მაგალითად ჟურნალისტიკა შეიძლება იქ საკოლეჯო განათლებაში ელემენტარული მიიღოს, ამისოდ რომ მე კოლეჯის დამთავრებული მიიღო და თქვა სინქრონის ჩასაწერად გავუშვათ, ხო? ბიზნეს უნარები, ანუ ყველა ის თანამედროვე დარგის ნომინალური უნარები კოლეჯის დონეზე მიიღონ. ეს რომ იყოს ძალიან ბევრ სასწავლებელში ახალგაზრდების სკოლას რომ ამთავრებენ ბევრ ქვეყანაში ასე გეგმავენ რომ მე კოლეჯში ჩავაბარებ ისინი საუნივერსიტეტო სივრცეს როგორც ფუნდამენტური განათლების სივრცეს არ უნდა მაშინ ხო გადადიხარ ამერიკულ სისტემაზე რა ამერიკული მოდელი ანუ ამ შემთხვევაში კიდე რაღაც ოქის მაგრამ ჩვენთან არის ნახეთ ნახტომები ანუ გადადგეს ერთი ნაბიჯი გაუქმეს ანუ საშუალო გრანტების მიღების რესურსები. გადადგეს მეორე ნაბიჯი, გაუქმეს ფაკულტეტები, გაუქმეს უნივერსიტეტები, გაუქმეს მე-12 კლასი მიიღებენ, ანუ უშინ ამ ხმაურის უკან ერთი კაი რაღაცა მოხდა, არ გვჭირდება ამდენიო. უშიშროების სამინისტრო სასწავლებელს მიენიჭა უმაღლესი და ის გვჭირდება ამდენი. პარტსკოლა რო იყო კომუნისტების დროს, ის გვჭირდება ამდენი. კვლევა არის ჩატარებული და კვლევით მიშვენეს რომ უშიშროების აკადემია უმაღლესი სასწავლებელი გახდა ანუ დისერტაციები უნდა დაიცვა ხარისხები ანუ ეს კვლევა არის ხო ჩატარებული ფასების შესწავლის საკითხში ჩაერთო და უფრო მრავალ პროფილური ფუნქცია შეიძლება კიდევ ეს ზუსტად იმ მოდელზე გადავა როგორც კომუნისტების დროს იყო პარტიული სკოლა რაც გინდა დამთავრებინა ძალიან იშვიათი ჰქონდა პერსპექტივა სადმე მუშაობის თუ პარტსკოლას არ გაიგნანო აი ჩვენი ბაბუების თაობებში ძალიან ბევრმა უმაღლესი განათლების პარალელურად პარტიული სკოლა გაიარეს და ახლავით ამგვარი იქნება.
ბაქოს სპარტსკოლა. ხო, ეხლა მინდა კიდევ მოსკოვი ძალიან ისე. საკანონმდებლო ცვლილებებს შევეხო აუცილებლად. კიდევ ერთი ასე ვთქვათ დააჩქარებული პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში, შედის ცვლილებები მეწარმეთა შესახებ კანონში და გრანტების შესახებ კანონში. აი მეწარმეთა შესახებ კანონთან დაკავშირებით დღეს მოვისმინოთ, რომ შესაძლებელია კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს მიდგომები, ანუ თუ ბიზნესმენი რაღაცა პოლიტიკურ ინტერესს გამოავლენს და ამას საჯაროთაც დააფიქსირებს, შესაძლებელია საბოლოო ჯამში მის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი ტრამპს უნდა მოუყო. როგორ ხდება? იმიტომ რომ ამ კანონით ტრამპი 6 წელი ციხეში იქნებოდა გასაშველი. შეაჩერებს თუ არა ეს ბიზნეს, ასე ვთქვათ, რაღაცა პოლიტიკური აქტივობისგან. სადრას აკეთებს რომ შეაჩეროს, კაცო, ისედაც მონებივით იყვნენ, რას აკეთებდნენ, საერთოდ ტელევიზიაში რეკლამას მოტანის ეშინიათ და მედიებში, ხო? შეშინებულია ხელისუფლება სერიოზულად, იმიტომ რომ ყველა ის არ ვიცი რატო ქონდათ ეს იმედები, მართლა ჯეროდათ ამ საბჭოთა იმენის რომ მიაჩნდათ რომ ტრამპი არის ის ტიპი, რომელსაც ევროპა არ უყვარს, ევროპა ლიბერალებია, ტრამპი კონსერვატორია. ჩვენ მოვახერხებთ ტრამპთან გარიგებას, რაღაცა მის ინტერესებს დაუკმაყოფილებთ, რაც იქნება. სამაგიეროდ ტრამპი მოგწევს უფლებას, რომ აქ გქონდეს ავტორიტარული რეჟიმი. მთელი ეს საერთოდ ბოლო 3 წელი ალბათ უფრო ოცნების რიტორიკა არის იმაზე, რომ დასავლეთს უთხოვს, რომ მე ვიქნები შენი мама ძაღლია, როგორც 60-ზე იყო, ხო, თუ ძაღლიშვილი ქართულად როგორც ცოტა. ოღონდ მე მომეწით საშუალებას ამუდამოდ მართო ქვეყანა. და თან არგუმენტი ჰქონდათ ასე, რომ ალიევს თუ აძლევენ უფლებას, შუა აზიას თუ აძლევენ უფლებას, იქ აზიის ქვეყნებს, მე ჩვენ რატომ არა? აბსოლუტურ უვიცობაზე არის ეს გათვლილი, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად დღესაც მიდიან ამაზე ევროპელები და ამერიკელები იმ შემთხვევაში თუ ისეთ რესურსებს ფლობს, რომელიც მათთვის არის საქართველოს ჩვენ ვერ ვიგებთ საქართველოს უყურებდნენ როგორც იმ ცივილიზაციის ნაწილს, ამიტომ შენს მიმართ მოთხოვნა ცოტა სხვა არის ვიდრე უზბეკეთის მიმართ. ეს უნდა მიხაროდეს. და ცოტა მიამაყებოდეს კიდე შეიძლება, ოღონდ ნუ შესაძლებელად უნდა მოიქცე. ამისი გაგება არ უნდა. ადამიანები ასე ითხოვდნენ, რომ შეგხედეთ როგორც ბუდიში და ჩათლა დიქტატორებს და ავტორიტარებს, მე ესეთი არაფერი გამიგია. აი ამას ითხოვენ, ოღონდ მიაღწიეს იმას, რომ საერთოდ არავინ დედამიწის ზურგზე აღარ ელაპარაკება, გარდა დუბაის და იმის აშხაბადის. ანუ დარჩათ მარტო ეს, მაგრამ მათ იციან რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, ამიტომ ეხლა რასაც აკეთებენ, მათ უნდათ თავიანთ ჭკუაში რომ მოასუფთავონ ველი და დასავლეთს ანახო რომ ჩემს მეტი დასალაპარაკებელი არავინ არ არის. ან ციხეში იქნებიან, ან გაიქცევიან. არც ბიზნესმენი, არც არავინ არ არის, არ გამოვა ამ თამაშიდან არაფერი. ძალიან ცუდს გააკეთებენ თავისი შარში გაიხოვენ თავს და ქვეყანასაც გახოვენ შარში. ეს იქნება ამისი შედეგი. არჩილს მინდა ბოლო შეკითხვა და უნდა დავასრულოთ რას ამბობთ ვახტანგ ხმალაძე, აი არ ვიცი ესეთი უფრო ესეთი გაწონასწორებული სიტყვა მოზომილი და იმ ხო იშვიათად შემხოდრია ადამიანი, არა მხოლოდ რესპონდენტი და იმანაც კი ვერ მოითმინა და თქვა აი ამ დაანონსებულ ცვლილებებზე, რომ ამ კანონმდებლობას უნდა დაარქვას სახლში დაჯექი და მოკეტეო და აი რა ვიცი თქვენ თუ წერან დავწერე თუ გინდა იარსება უნდა დადუმდე რა. ანუ აი ჩვენ მოქალაქეებმა რადულად გაიაზრონ, დაახლოებით ესეთ იმას გავაკეთებ მოდელირებას. თქვათ ხართ ინდმეწარმე, რომელიც ყველს აწარმოებს, ყავთ რამდენიმე ძროხა სახლში და ამ ყველს შეიძლება ყიდიდეთ მაგალითად სასტუმროებზე, უცხოელებზე, რომელიღაც კომპანიაზე. და იღებდეთ აი ამ თანხებს, ხო? თქვენ თუ წაგიცდებათ ფრაზა, რომ არ ვიღაცა თქვათ საძოვრებს გაყიდის და რაიმე პატარას გააპროტესტებთ, რომ ხელისუფლებამ რა გააკეთა ამ თემატოვან ამ ასის შემდეგ, თქვენი შემოსავალი თავისთავად თქვენს გამოხატულების კორელაციაში მოხდება. ანუ ჩაითვლება რომ სახელმწიფო ჩათვლის რომ შენ აგენტი ხარ და ის გალაპარაკებს ამას, ანუ შენ თურმე აზრის უფლება არ გაგაჩნია. ამიტომაც აგერ ამის უკვე სისხლის სამართლით დააპატიმრებენ. ანუ გაუგონა რამე, ანუ პრინციპს, კაი, მანდაც რომ მე ტექნიკური განათლება აქვს და სული ხარის ხოლმე რა, ის საწინააღმდეგოს დაშვების მეთოდით რამაც არის ამხსნა და აი რომ იყო ლოგიკას. თქვათ ასე, აი, საიდან მადგენ მე შემოსავალი რაშიც მივიღე და აზრი რაშიც გამოვთქვი, მათ შორის რა კორელაციაა. ანუ ჩვენთან ითვლება, რომ თუ კი შემოსავალი გექნება, რასაც გამოხატავ შემოსავლის
გან გექნება დაკვეთილი. აი ასე დონეზე დადის ეს ყველაფერი. ახლა მე რა ვქნა მაგალითად მე როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს ვეწევი საქმიანობას, სამეცნიერო კვლევები, მე ვარ პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი. გრანტებსაც ხო არ იღებთ არჩილ? დიდი ხანია ვეღარ ყოველთვის ასევე ესე მოხალისებრად ნულიანებს ყოველთვის დეკლარაციებს. და იქაც შემიძლია რომ არ შევასრულო, მაგრამ ვერთობი აი ასე რომ ნულიანები თვალსო. მაგრამ საინტერესო რა არის, ანუ აი მე როგორც იმეწარ რომელიც სამეცნიერო მმართველად მუშაობდა როგორც იმეწარმე დარგობრივ კვლევებს ვაკეთებ თქვა და ასე შემდეგ. მე რაზე უნდა ვილაპარაკო როგორც პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორმა? აი რაზე? იმას რო გძალავენ ხო ერთი, ამიტომ რომ მონაწილეობის უფლება არ აქვს, აქციაზე გასვლის უფლება აქვს, აზრის გამოხატვის უფლება, არებს უფლება არ აქვს, მაგრამ აი მე ჩემი პროფესია როცა ეს არის, ამ შემთხვევაში შეგაგდოთ, ანუ აი ტრაგიკული პაროდია, ტრაგიკულ სატირაში და ყვავილებზე ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ეს ჯერჯერობით დასჯადი არ თქვით რომ ამას წინ თქვით რომ რაღაცა ბეღურების შემცირდაო შემოდგომაზე თბილისშიო და გაიქნება ეკოლოგიური ფაქტორი შეიძლება იყოს კავშირში რომ ბეღურები შემცირდაო მე რო ეგ დავწერო რომ იქნება რაღაცა ეკოლოგია თბილისში ისე იქნება რომ თბილისში ჩემ ბავშვობაში დიდი თოვლი იყო და ახლა კაი თოვლი აღარ მოდის მეთქი ეს უკვე აგენტურულ საქმეში ჩამთვლება ნუ ვიცინით მართლა ასეა მართლაც მიგზავნა მერცხლებზე მეტად ნამგალები მოფრინავენ გაზაფხულზე უბრალოდ რო დავსვა რომ რამ გამოიწვია ხო არ შეიძლება აქ რაღაცა გარემოს ამ ბეტონიზაციამ რაღაცამ გამოიწვია ამას თქვენ პოლიტიკაზე ზემოქმედება ხო რასაც ლაპარაკობ ეკოლოგიის თემა პოლიტიკაზე უნდა დავსგავსოთ ახლა პოლიტიკურ გპ-ის რექტორს ნუაპოლიტიზირებს პოლიტიკური განცხადებები დებილებას მელაპარაკება რექტორი კაცი თავს იდებილებს უბრალოდ აი მონობისათვის თავს იდებილებს აღარც ცხენია კაცო გავგიჟდები უკვე აღარ შემიძლია მადლობა ბატონებო მართლაც ძალიან სრულ აბსურდამდე ვართ მისული და ნუ არ ვიცი ხა პოლიტიკური პროცესის როლი აი ამ ვითარებიდან გამოსავლის ძიებაში ესეც დიდათ არ გვესახება როგორც პერსპექტივა. მადლობა. პოტენციალური ინფრასტრუქტურა გააძლიერო რომ ყველას მაინც მოგვიწევს გადასვლა ბოლოს ან გეტოს პრინციპით შემოხაზო. მე ვფიქრობდი რომ მე მგონი უნდა ახალი ციხე ააშენონ. ან გეტოს პრინციპით შეიძლება შემოიღონ, ანუ ჩვენ გქონდეს რაღაც ღობები, რომლის იქითაც ვერ გავა, მისას თემაზე ცხოვრობდა ამ ტრანსპორტის პირობებში. კამდეწლის პოდი. აი, კოი ფესტივალს რო ატარებდნენ 2013-ში ზღვისპირეთში, რომ შემოღობეს და რომ შეტანეს. ხო, კაზანტიპი გააკეთეს. პოლიტიკური კაზანტიპი შეიძლება. ნანახი მოზარდობაში ფილმი ფანტასტიკები, აი სიურრეალიზმი აწყობილი და ახლობთ ასეთი ცხოვრების წესზე და რო კვდებოდი სიცილით და რა კვდები სიცილით თურმე ამდენში წინა გაყოლაფერი მაგრიალობაში ვიცხოვრე. მადლობა ბატონებო, მადლობა. არჩილ გამზარდია, ირაკლი მელაშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. რა გვაცილებს რა როგორც ხვალამდე გემშვიდობებით დროებით. საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. რა დაანონსეს და რა შემოგთავაზეს? ხელისუფლება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დებატებში მონაწილეობას იწყებს, თუმცა საკუთარ მედია მოედანზე და იმ ადამიანებთან, ვინც როგორც თავად თქვეს, მათ კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს. როგორც ნავარაუდები იყო, ერთი ასეთი პოლიტიკურ ძალებს შორის პარტია გირჩი აღმოჩნდა, მეორე გახარია საქართველოსთვის, ვისთვისაც საბოლოოდ ოცნების შეთავაზებული დებატების ფორმატიცა და შინაარსიც მიუღებელი აღმოჩნდა. ხალხის ძალასა და ნეიტრალურ საქართველოზე განგებ არაფერს ვამბობ, ფორმატის მიუხედავად უხერხულია ხელისუფლების ოპონენტებად აღიქვა. ფარსი და პროპაგანდის გაგრძელება, ასეთია ოპოზიციის მხრიდან მოკლეს შეფასება იმ დისკუსიის, რომელშიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება. დარწმუნებული ვარ, მაყურებელსაც უფრო მაღალი მოლოდინი ჰქონდა, როცა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დებატები პოლარიზაციის დაძლევის ყველაზე ეფექტურ გზად მიაჩნია. ოპონენტებად კი ის ადამიანები შემოგთავაზეს, ვისთანაც პოლიტიკური თვალსაზრისით გასაყოფი ბევრი არც არაფერი აქვთ.
პოლარიზაცია არათუ ვერ დასრულდება აი ამ გზით, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდება, როცა ადამიანების სელექციას პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ცდილობდა საკანონმდებლო მარწუხებით გინდა რაღაც ახალი პოლიტიკურად სტერილური საზოგადოება ჩამოაყალიბო, რომელიც ვერც ხედავს, არც ესმის და აღარც არაფერს აღარ ლაპარაკობს. ამ და სხვა თემებზე ვსაუბრობ ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძეა ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ხატია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე აი ამ რაღაცა მოსავალ დებატებზე ვისაუბრებთ და იმ გამოხმაურებაზე, რაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხრიდან მოყვა, აუცილებლად მინდა შევეხოთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც პარლამენტში უკვე განიხილება. დღეს ვნახეთ, რომ იურიდიულ კომიტეტში განიხილეს, მათ შორის გრანტების შესახებ კანონი, რომელიც მეწარმეების პოლიტიკურ აქტივობას ეხება და ვნახეთ, რომ ცვლილებებით ეს კანონი შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს, თუკი მეწარმე საკუთარი ძირითადი საქმიანობის გარდა საკუთარ პოლიტიკურ პოზიციასაც დააფიქსირებს და როგორც ჩანს, ხელისუფლებამ არ იკმარა მაქსიმუმ 40,000 ლარიანი ჯარიმა და შემოაქვს, ასე ვთქვათ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც. აი, თქვენ რას უკავშირებთ, რით არის შეშინებული ქართული ოცნება, ან რისთვის შეიძლება ემზადებოდეს აი ამ უკვე მიმდინარე და განხილვის პროცესში მყოფი ცვლილებებით. საღამშვიდობის, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. იცით რა, მე ცოტა ირონიულად უყურებ ამ კანონმდებლობის შემოტანას, იმიტომ რომ თქვენთან რომ მოვდიოდი, მაგალითად გადაცემაში ხარ რო ვარ, ზუსტად თქვენს კოლეგებს ვესაუბრებოდი, რომ ეს პოლიტიკური აქტივობა, ხო თავისთავად გადაცემაში ჩემი საჯარო პოზიციის დაფიქსირება, ჩემი როგორც პოლიტიკოსის, ეს არის პოლიტიკური აქტივობა და ეს პოზიცია არის მთავრობის კრიტიკა, კორუფციის კრიტიკა, უმძიმესი ის დანაშაულებები, რომელიც ჩადენილი აქვს ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს თავისთავად, ქართული ხალხის გაღარიბება. ამიტომ ჩემი ძმა, რომელიც არის ემიგრანტი და ცხოვრობს საზღვარგარეთ, რომელიც საუბრად რაღაც გვეხმარება, ჩარიცხავს თანხას და მე ეს თანხა შეიძლება გამოვიყენო და ელემენტარულად ბენზინი ჩავასხა თქვენამდე მოსასვლელად, ხო, მანქანაში საწვავი. ამისთვის ესე იგი მე მჭირდება ნებართვა. მე რა თქმა უნდა ამ ნებართვას ეს ნებართვა არ მაინტერესებს, ანუ ესე იგი ეს რას ნიშნავს, რომ ქართული ოცნების აი ამ კანონმდებლობის მიხედვით მე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დამაკავონ, ხო? ანუ ეს ამას ნიშნავს. მაგრამ ქალწევებმა ჩემ დასაკავებლად და თქვენ დასაკავებლად მათ ხო კანონები არ ჭირდებათ. ანუ ავტოკრატია ისეა მოწყობილი. რაღაც სამართლებრივი ფორმალური საფუძველი ხო მაინც მაშინ რაში სჭირდებათ აი ამ თვალსაზრისით არაფერი ფორმალური საფუძვლები არ ჭირდებათ. აი მაგალითად რამოდენიმე დღის წინ მთელმა საზოგადოებამ იხილა ის რომ ჩოხატაურში გამგებელმა წარმოუდგენელი სისასტიკით და მისმა თანხლებმა პირებმა ერთ-ერთ რესტორანში სემეს პოლიციელი, ხო? ანუ რომელიც და სასტიკად სემეს და რომელიც შემდეგ ასე ვთქვათ, ცუდად იყო და საავადმყოფოში მკურნალობს, მე თუ არ ვცდები დღემდე. და ის ადამიანი 30,000 ლარიანი გირაუთი გამოუშვეს თავისუფლებაზე. ამ დროს ციხეში შედან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არაფერი არ დაუშავებიათ, ხო? ანუ რეზო კიკინაძეს, რომელსაც კადრებში ძალიან კარგად ჩანს, რომ ფურცელს ისვრის მარტო, მაგალითად სიტყვაზე აი მაგალითებით რო ვისაუბროთ. და შესაბამისად ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს, ანუ კონკრეტულად საკანონმდებლო ჩარჩოში ოპერირებას ხელისუფლების და ამი აღსრულება კანონის, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველზე, ასე ვთქვათ, აღმოცენებული. ჩვენ რას ხედავთ, რომ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ სჭირდება ავტოკრატიას იმისთვის, რომ კონკრეტულად ვთქვათ, ხატია დეკანოიძე დააპატიმროს. დამაპატიმრებს მეც, თქვენც და ძალიან ბევრ ადამიანს ნებისმიერ პირობებში, როცა მოუნდება. მაშინ რაში სჭირდება? აი პირდაპირ თქვენს რომ დავუშვათ ფინანსურ რესურსს არ უნდა გქონდეს პოლიტიკური ინტერესი. ეს არის გაცხადებული მათი ეს ხო წარმოუდგენელია ამისი აღსრულება, რომ მაგალითად ხელისუფლებამ გააკონტროლოს 1000-ობით ემიგრანტის გადმორიცხული თანხა და გააკონტროლოს 100,000-ობით
ადამიანის, ასე ვთქვათ, კონკრეტულად სოციალური ქსელები, ხო? ეს ხო არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაწილი ჩვენს მოსახლეობაში არის ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ ვისაც გააკონტროლებს, ექნება სამართლებრივი საფუძველი აი ამ კანონის სახით. რამდენი ათასი, ხო? კი, ეს იქნება ორმაგი სტანდარტი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ავტოკრატია, როდის აკეთებს ამას. ავტოკრატია ამას აკეთებს, როდესაც მას სჭირდება მოჩვენებითი, ასე ვთქვათ, ციხისტის კიდევ ერთხელ ჩვენება. ანუ მაგალითად ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება თავიდან ბოლომდე რომელიც დგას პროპაგანდაზე, ხო? ანუ ეს პროპაგანდა რა არის? ტყუილი, რა ვიცი, ყალბი ღირებულებები, ყალბი პატრიოტიზმი, ყალბი სუვერენიტეტი, ყველაფერი ყალბი, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ქვეყანა დატოვეს იზოლაციაში მეგობრების გარეშე. ამიტომ მისთვის ეს არის მოჩვენებითი სიყალბე, რომ ყველა საჩვენოს და საზოგადოებას, რომ თქვენ არ გაბედოს ჩემი კრიტიკა, თორე თქვენი, თქვათ, და-ძმის, ბიძაშვილის, დედის, მამის მიერ გადმორიცხული თანხით შეიძლება სიცხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაში გაგიშვათ. ანუ ამ კანონის აღსრულება არის წარმოუდგენელი, ანუ მე ვფიქრობ, რომ ეს რა თქმა უნდა სჭირდებათ ორმაგი სტანდარტებით, როგორც მსჯელობენ, სჭირდებათ კონკრეტული ადამიანების დასაშინებლად, მაგრამ ზოგადად საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მათი მხრიდან კრიტიკა გამოთქმული, რომელიც, რა ვიცი, თქვენ ყველა გამოვთქვათ, ხო, ამ კრიტიკას შეიძლება დაისაჯოს კანონით. ამიტომ კანონით, რომელსაც იღებს ქართული ოცნება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ავტოკრატიის შემთხვევაში ზედმეტი კანონების მიღება, მათ შორის ამ მმართველებისთვის არ არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანები დააპატიმრონ. რისთვის ემზადება ქართული ოცნება? ანუ ჩვენ გრანტების კანონი თქვენ თავად ახსენეთ, ანუ გამკაცრება მიდგომების მიდის რამდენიმე მიმართულებით. აი ფაქტობრივად მართლაც ასია, თუ კი წაიკითხავ ამ საკანონმდებლო ცვლილებების სხვადასხვა მუხლებს, მხოლოდ ერთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ყველანაირი პოლიტიკური აქტივობა შეიძლება გახდეს შენი სამართლებრივად დასჯის მიზეზი. რისთვის შეიძლება და გავიხსენოთ აუცილებლად რომ ეს ცვლილებები საკანონმდებლო ცვლილებები დროში პირდაპირ ემთხოვა საქართველოსთან დაკავშირებით მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას. მოსკოვის ასე ვთქვათ ეუთოს დამოუკიდებელი ექსპერტების მუშაობის ყველაზე ცუდი სცენარი საქართველოსთვის შესაძლებელია საერთოდ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით დამთავრდეს მთელი ქვეყნისთვის და ამას ბუნებრივია შესაძლებელია მოყვეს ახალი ტალღით საპროტესტო მოძრაობა საქართველოში. ხომ არ ემზადება ქართული ოცნება მოვლენთა განვითარების ამ შესაძლო სცენარისთვის? არა, იცით ნებისმიერ შემთხვევაში ამ ხელისუფლების მთავარი ამოცანა ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება, ხო? ხელისუფლებაც არა, ანუ ქართული ოცნების ბიძინა ივანიშვილის. ანუ ძალაუფლების შენარჩუნება, ძალაუფლების კონსოლიდაცია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა, გაღატაკებით, კორუფციით, არ ვიცი, აქამდე ინარჩუნებს ხოთია, რა უშლის ახლა ხელს, ხო? არა, ყველაფერს მოგახსენებთ, ანუ ყველა იმ მექანიზმით, რომელსაც იყენებენ ავტოკრატები, მაგრამ მე მაქვს შემხედრი კითხვა თქვენთან არა, ახლა კითხვებს თქვენ ხოსავთ აქ ჩვენს ტელემაყურებელთან. ძალიან ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ. ნებისმიერ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არის ძლიერი და მას არაფრის არ ეშინია. ანუ არ ეშინია იმის, რომ თქვათ ოპოზიცია არსებობს, არ ეშინია იმის, რომ ოპოზიციის ლიდერები საუბრობენ და ამ ოპოზიციის ლიდერებს ციხეში არ სვავს. არ ეშინია იმის, რომ თქვათ დებატებში დაუხდეს ნამდვილ ოპოზიციას. არ ეშინია იმის, რომ მაგალითად ადამიანებს რაღაცნაირად საშუალება მისცეს საკუთარი აზრის გამოხატვის. თუ შენ ხარ ძლიერად და შენი პოზიციები გაქვს გამყარებული, მაშინ რაში გჭირდება რეპრესიული კანონები? კიდევ ვიმეორებ, ავტოკრატიის მთავარი თვისება ეს არის ადამიანებს აჩვენოს ყოველ ჯერზე რაღაცა ხისტი ნორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ფიქრობენ რომ ეს რაღაცნაირად სისუსტის გამოვლინებაა, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ რომ ძლიერი ადამიანები და ძლიერი ვთქვათ, რა ვიცი, მართველები, ხო, თავის საკუთარ ოპონენტებს ციხეში არ სვავენ, თუ არაფრის არ ეშინიათ. ამიტომ ჩემი ერთადერთი ასე ვთქვათ მოსაზრება არის ესეთი. ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება, ძალადობის და ქაოსის რეჟიმი არის მხოლოდ და მხოლოდ დაფუძნებული ტყუილზე და ზუსტად ძალადობაზე და ქაოსზე. ანუ ეს მუდმივი საინფორმაციო ქაოსი რო იყოს ქალბატონებმა, ხო, თქვენ მოსკოვის მექანიზმი ახსენეთ. მოსკოვის მექანიზმი რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები არის სავალალო მდგომარეობაში. სულ 12 ჯერ არის ამოქმედებული, თუ არ ვცდები, 12 ჯერ 1991 წლიდან, მაგრამ
ყველაზე მნიშვნელოვანი მანდატი რაც აქვს ამ მექანიზმს, ეს არის მედიის თავისუფლების შემოწმე ფაქტების მისია და ფაქტების დამდგენი მისია, მედიის თავისუფლების მდგომარეობა, ადამიანის უფლებების მდგომარეობა, სისტემური თუ ადამიანის უფლებების დარღვევა, რაც შეიძლება კონკრეტულად იყოს, თქვა სისტემური წამება, ადამიანებზე ძალადობა და ასე შემდეგ, საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ნორმების დარღვევა, კანონის უზენაესობის ნორმების დარღვევა და მე მაგალითად ძალიან კარგად ვიცნობ იმ მასალებს, რომელიც ამ მექანიზმა მოიძია და გამოიძია უკრაინაში 2022 წლიდან. ხო, ერთ-ერთი იყო უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია და ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი იყო ჩართული, როდესაც ასე ვთქვათ, იძიებდნენ და ფაქტებს აგროვებდნენ რუსეთის სამხედრო ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე. ამიტომ თავისთავად ეს მოსკოვის მექანიზმი, რა თქმა უნდა, მათ შიგნითაც აჩენს რიგებში კონკრეტულ კითხვებს. აი, მაგალითად, ერთ-ერთი კითხვა არის ესეთი, ხო? როდესაც ანგარიში დაიწერება და მე სხვა შორის დღეს თქვენმა კოლეგებმა დამისვეს ესეთი კითხვა, რომ შეუძლიათ თუ არა, რომ ან არ შემოუშვან, ან ხელი შეუშალონ, ხო, ფიზიკურად შეუძლიათ. ხო, არა, იცით რა, ყველაფერი შეუძლიათ, იმიტომ რომ ყველაფრის კადრება შეუძლიათ. აი, მაგალითად, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რო დააჯარიმეს, ესეთი რამ არავის არ უქნია, არ ვიცი, მე არ მახსენდება მძიმე ავტოკრატიებშიც კი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საქართველო არის EUTO-ს წევრი ქვეყანა, ჩვენ, ანუ სახელმწიფოს, ეხლა ქართული ოცნება არ არის სახელმწიფო, ხო? მათ ჩვენ და ქვეყანას აღებული აქვს ეს ვალდებულებები და ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ამ მექანიზმის გააქტიურება საქართველოს ფიზიკურად შესაძლებელია მათ შემოსვლას ხელი არ შეუშალონ, მაგრამ სხვა ამბავია, იგივე ჩაერთვებიან თუ არა აი ამ პროცესში ექნება თუ არა მზაობას, აი ფაქტების მოძიება, მასალების მოკვლევა ახსენეთ თქვენ უკრაინასთან მიმართებაში და უკრაინა ამ შემთხვევაში დაინტერესებული მხარე იყო, რომ ობიექტური გამოძიება ჩაეტარებინათ EUTO-ს ექსპერტებს და შესაბამისი დასკვნა დაედოთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა პოზიციას აირჩევს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ვიცით კრიტიკაც მოგვისმენია და თუმცა პაპუაშვილის განცხადებაც გვახსოვს, რომელმაც თქვა, რომ აი ბრალდებების განჟღერებას, რომ თითქოს და გამოყენებული იყო ქიმიური ნივთიერება აქციების დაშლის დროს ჯობია რომ ჩამოვიდნენ და ადგილზე შეისწავლონ. ანუ ფიქრობთ რომ შესაძლებელია ქართული ოცნება შევიდეს რაღაცა თანამშრომლობის ფორმატში და შესთავაზოს გარკვეული ტიპის მასალები შესასწავლად EUTO-ს ექსპერტებს. შევიდეს თუ არ შევიდეს? შევიდეს. იცით რა, ფაქტების დამდგენი მისია ნიშნავს, რომ ყველანაირი ფაქტი უნდა შეისწავლო, ხო? მათ შორის რაც ხდება სასამართლოში, როგორც მოექცნენ ადამიანებს ერთი წლის განმავლობაში, პატიმრების საქმეები, როგორიც არის სრულიად უდანაშაულო ადამიანების ციხეში გამოკეტვა, მზე ამაღლობელი საქმე ყველამ ძალიან კარგად იცის, მთელ მსოფლიოში არის ცნობილი. ასევე კანონის უზენაესობის პრინციპით არა უსამართლოს სასამართლოს პირობებში, როდესაც ტროტუარზე დგომისთვის ადამიანებს უშვებენ ციხეში, ეს რეპრესიული კანონი, რომელიც არსებობს, ამაზე ვენეციის დასკვნები არსებობს, არსებობს EUTO-ს განცხადებები და ზოგადად ეს არ არის პრობლემა. ანუ ფაქტების შესწავლა და დადგენა ამ ფაქტების არ არის პრობლემა, ადამიანებთან გასაუბრება, ნაცემ ადამიანებთან გასაუბრება, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი, ვთქვათ, მექანიზმი, როდესაც როგორც მოქმედებს ეს ამ ვთქვათ მექანიზმის კონკრეტულად რა ნივთიერება იქნა გარეული წყალში, ამისთვის რა თქმა უნდა გჭირდება დოკუმენტაცია, რომელიც უნდა მოგაწოდოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. კი ბატონო, რაც შეეხება ნივთიერებას ქიმიურ მოწამვლაზე, მე კიდევ სულ ვიმეორებდი ამას და ეხლა უბრალოდ რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას ჰქონდა ყველანაირი საშუალება დროის გაყვანის თვალსაზრისით, რომ მაგალითად გაენადგურებინა ეს ნივთკიცება, რატო არ გაანადგურებდა, რომ იმ 5 დღის განმავლობაში ვითომ რაღაც ცრუ გამოძიება რო ჩაატარეს, გამოსულიყვენ და მიღება ჩაბარების აქტები, თქვათ, ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, ხო? რა თქმა უნდა, ეს მიღება ჩაბარების აქტები შეიძლება იყოს განადგურებული, ეს ნივთკიცებები შეიძლება იყოს განადგურებული, მაგრამ მერწმუნეთ ძალიან ბევრია ისეთი ფაქტი, რომელიც ასახავს საქართველოში ადამიანის უფლებების სავალალო მდგომარეობას და დაუბრუნდეთ იმას, რაში სჭირდებოდათ ეს ყველაფერი, ხო? რა თქმა უნდა, საინფორმაციო ნაკადი და ჩემი მთავარი, ვთქვათ, არამხოლოდ ჩემი, ძალიან ბევრი ადამიანის და თქვენს ესეთი განცდა გაქვთ, დარწმუნებული ვარ, რომ საინფორმაციო ომი, ჰიბრიდული ომი, რომელშიც სამწუხაროდ ამ ქვეყნის მმართველებმა ბიზინა ივანიშვილის ძალადობრივმა ხელისუფლებამ
ხელისუფლებამ და რეჟიმმა აირჩია რუსული მხარე ამ ჰიბრიდულ ომში. ჰიბრიდული ომი ესე მოქმედებს საინფორმაციო ნაკადი, პროპაგანდისტული ნაკადი, სიყალბე, გაყალბებები, თქვათ ფაქტების, ანუ ფაქტობრიობა აღარ გვაქვს, ხო? ეს აი თქვენ ჟურნალისტი ხართ და ძალიან კარგად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ფაქტობრიობა. მარია რესა წერდა თავის ცნობილ წიგნში, რომელიც ჩვენთვის ნამდვილად სიმბოლო გახდა, რომ ფაქტობრიობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ეს პროპაგანდა, რომელიც ესე მოფრინავს ადამიანებისკენ, ადამიანები აცხოვრებს მთელი ამ წლების განმავლობაში აცხოვრებენ მოჩვენებით მშვიდობაში, ხო? ანუ მაშინ, როდესაც ფასები, სხვა შორის ფასებზე, როდესაც ვსაუბრობთ, ფასებიც მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მათ დაიწყეს ამ ფასებზე ლაპარაკი და საუბარი. ფაქტია, რომ ფასები მიფრინავს ქალბატონებმა. აი ხა თქვენ თუ მაღაზიაში ჩახვალთ და იკითხავთ, გუშინ ჩავედი და გაოცებული დავრჩი გაიაფების, მაგრამ თელსერიქ პროდუქტებზე, რომელსაც სისტემატურად 2 დღის განმავლობაში რამდენჯერ ძალიან გაზრდილი იყო ფასები. იცით რამდენჯერ გაძვირდა 2 დღის განმავლობაში, დღეს სპეციალურად ვკითხე, რამოდენიმე მარკეტში ვიკითხე, 3-ჯერ მოიმატა ფასებმა 2 დღის განმავლობაში. ეს არის 10 თეთრი, 3 თეთრი, 5 თეთრი და ასე შემდეგ. შეიძლება იყოს მოსალოდნელი გაიაფების, ასე ვთქვათ, გარკვეული პრევენცია. მე გახსოვს თქვენთან ვიყავი ეთერში ზუსტად ერთი თვის წინ, როდესაც ვსაუბრობდით ამ ფასების საკითხზე, რომელიც ძალიან აწუხებს ადამიანებს და მაშინ გითხარით, რომ ფასები გაიზრდება აუცილებლად, ანუ გაიზრდება კატასტროფული სიჩქარით გაიზრდება ფასები და რა თქმა უნდა, მე შეიძლება რაღაც 5 თეთრი ამას მოაკლდეს და მე თქვა რომ მოაკლდა, მაგრამ ხალხმა ხო ძალიან კარგად იცის. ამიტომ ისეთი თემები, რომელიც არიან ძალიან მტკივნეული და მაგალითად განათლების უმძიმესი ეხლა გამოწვევა განათლების, რომლის წინაშეც დადგა საზოგადოება. ორი ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო სასწავლებელი, არ ვიცი, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი, არ ვიცი, მე ივან ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე, ჩვენთვის ერთ-ერთი სიამაყე გამორჩეული. მე არ ვამბობ, რომ ესენი ერთიანდება, მე ვამბობ, რომ ისინი აუქმებენ ამ უნივერსიტეტებს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ეს წარმოუდგენლად მახინჯის სისტემა, რა თქმა უნდა, შეეხება ყველას. აი მაგალითად დღეს ისინი ამბობენ, რომ ამის ძირითადი მიზეზი არის სწორედ ის, რომ სწავლის ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს, იმიტომ რომ დღეს მსოფლიო უმაღლესი სასწავლებლების 500-ულშიც კი არ შედის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. და რა გააკეთეს იმისთვის, რომ სწავლის ხარისხი გაუმჯობესებული იყო? ანუ რეფორმა თუ გინდა შეგიძლიათ ცალ-ცალკეთ ჩაატარო და რა გააკეთეს ამისთვის, რა თქმა უნდა, მისცეს თუ არა ავტონომია უნივერსიტეტებს, ვინ დანიშნეს უნივერსიტეტის იგივე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად. ანუ როგორ 70% რო დარჩება უმუშევარი, თქვა პროფესორ მასწავლებლების, ვინც ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობენ, ეს იქნება გაუმჯობესება და დღეს საოცრება მოვისმინა საერთოდ, ანუ ერთ-ერთი ქართული ოცნება ამბობს, რომ თუ არ ვწდები, არ ვიცი, წილოსალმა თქვა, მე მგონი, რომ მომას დაამთავრა თურმე თუ თქვა ხარისხი მიიღო ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომ გაუხარდებათო. ეხლა იცით რა არის? ყველაფერი და დღეს გამოვიდნენ პროფესორები და თქვეს როგორი სასტიკი კომუნისტური მეთოდებით ჩატარდა ის რაღაცა საორგანიზაციო კრება, ხო? ამიტომ, ოღონდ ქალბატონებმა ეს რატო სჭირდებათ, ხო, ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს იცი სჭირდებათ შენობების გასხვისება. აი მაგალითად თბილისი არის ძალიან პატარა, საქართველო არის პატარა ქვეყანა, გამოდის ინფორმაციები და ჩემი ინფორმაციით მე გეტყვით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტიდან 70% თანამშრომლების და პროფესორ მასწავლებლების გაშვება უნდათ და მოუწევთ, ხო? ანუ და თქვათ აბიტურიენტების მიღების შემცირება, რა თქმა უნდა. ამიტომ ეს საინფორმაციო ნაკადი, ის მავნებლობა, რომელსაც აკეთებენ, რა თქმა უნდა, კონკრეტულად ესეთი ზედაპირული რაღაც საინფორმაციო ნაკადები ცდილობენ, რომ როგორმე ჩაჩქმალონ, მიჩქმალონ, გადაფარონ, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, არ ვიცი, ხა პაპუაშვილი და არ მახსოვს იმ ადამიანის გვარი რაღაცა დებატებში რო ილაპარაკებენ ერთხმაში, თქვათ, ხო, სოზარ სუბარი, ხო, რო ილაპარაკებენ ერთხმაში, ამით გაიაფთება ისა ხორცი მაგალითად. დაკავშირებითაც მინდა კითხოთ, მაგრამ რაღაცა ერთ პატარა დეტალს მინდა ჩავიჭიდო აი ამ EUTHOS საექსპერტო მისიასთან დაკავშირებით. თქვენ თქვით, რომ შესაძლებელი როგორც არის მოსალოდნელი ერთ-ერთი საკვანძო საკითხი მათი დაინტერესებისა საქართველოში შესწავლის თვალსაზრისით ალბათ იქნება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების ხო დაშლა ხომ აუცილებლად.
თქვენ თქვით რომ შესაძლებელია არის დოკუმენტაცია ძალიან ღირებული იმისათვის რომ ობიექტური რეალობა დაადგინო განადგურებული, მაგრამ მართალია თავისუფლებაზე არ არიან, მაგრამ ცოცხალი არიან ის ადამიანები, ვისაც შეუძლია მეტი სიცხადე შეიტანოს ამ საკითხში და როგორც წესი განაწყენებული უნდა იყვნენ ქართულ ოცნებაზე. პატიმრობაში მყოფ მაღალჩინოსნებს გულისხმობ. ანუ არ ვიცი, შესაძლებელია რაღაცა სიურეალიზმში გადავედი, მაგრამ ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ საქართველოში ჩამოსული ეუთოს მისია ყოფილ პრემიერთან, ყოფილ არ ვიცი, სუსის ხელმძღვანელთან გასაუბრებითაც დაინტერესდეს. იცით რა, მე ვთქვი ეს ქიმიურ ნივთიერებაზე. ანუ იმიტომ რომ ქიმიური ნივთიერების, ასე ვთქვათ, მიღება ჩაბარების აქტები მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე ვთქვათ, დიდი ალბათობით შესაძლებელია იყოს განადგურებული, მაგრამ და რაც შეეხება იმ ძალადობის კადრებს, რომელზეც მე და თქვენ საუბრობთ, ეხა ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერშია, პირდაპირ ეთერში იყო თქვენს კოლეგაზე მაკა ჩეხლაძეზე თავდასხმა სასიკვდილო, გურამ როგავაზე თავდასხმა ასევე სასიკვდილო, პირდაპირ ეთერში იყო ათასობით ადამიანის ცემა. მე თვითონ მაქვს გადაღებული ტელეფონში როგორ დააგდეს ერთ-ერთი ახალგაზრდა ქაშვეთის წინ და როგორ გაითიშა ეს ადამიანი დაკარგა გონება, წამების მანქანები და ეს ადამიანები არსებობენ და ბევრი მკურნალობს დღემდე, ხო, ძალიან მძიმე მდგომარეობა. მე ვერ გეტყვით, ეხა მე განსაკუთრებული ესე ვთქვათ რაღაცა დიდი ვთქვათ პატრიოტიზმით გამსჭვალულ ადამიანებად არ მივიჩნევ ქართული ოცნების ყოფილ ჩინოვნიკებს, განსაკუთრებით მილიარდობით დოლარი რო შეჭამეს და ლარი ქართველი ხალხის, მაგრამ რა ვიცი, გომელაური გარეთ არის მაგალითად, ხო? ანუ და რა ვიცი, თუ რამე აქვს მოსაყოლი, გამოვიდეს და ქართველ ხალხს საზოგადოებას მოუყვეს, ხო? ანუ რატომაც არა. იგივე ვთქვათ ხარაზიშვილი, რომელიც მაგნიტ, ხო, ნუ გომელაური მაგნიტსკის დასანქცირებულია, გომელაურის მოადგილე დასანქცირებული იყო, მაგნიტსკისიაში შეყვანილია, ვთქვათ, ძალიან ბევრი ის მოძალადე პოლიციელები და ვთქვათ სპეცრაზმის წარმომადგენლები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რომ ეს ანგარიში იქნება ძალიან ფართო, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებზე, ზოგადი მდგომარეობის შესწავლა, რომ ადამიანის უფლებები არის კატასტროფულ მდგომარეობაში და იქ მოხვდეს შეიძლება ყველა ის ადამიანი, მაგალითად ის ბრალდებლები, ვინც არიან სასამართლოში და ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო უშვებენ ციხეში. მათ უნდა ისმოდეთ ეს ძალიან კარგად. ამიტომ როდესაც ლაპარაკობ, ისინი უარს იტყვიან ეუთოს ექსპერტებთან თანამშრომლობაზე. აი რით შეიძლება სამომავლოდ ეს მათთვის დასრულდეს? არსებობს რაიმე, ანუ ვენის კომისიისგან განსხვავებით, ეუთოს ექსპერტების დასკვნას ვიცით, რომ არ ექნება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი, იმიტომ რომ ყველა მანამდე არსებული პრეცედენტი და ასეთი გვაქვს რამდენიმე ათეული, ხო? ათეულზე მეტი ყოველ შემთხვევაში ცხადყოფს, რომ სწორედ აი ამ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები გათვალისწინებული იქნა ყველა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რაც გამოიხატა როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივ გადაწყვეტილებებში. შესაძლებელია, რომ საქართველოს შემთხვევაში სწორედ აი ასეთი შედეგები დადგეს. თავისთავადაც ცალსახად მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოხდება ესეთ ანგარიში ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით, ამ ადამიანის წინააღმდეგ იქნება სანქციები და თქვენ იცით, რომ თქვათ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის წევრიც ძალიან ბევრი ქვეყანაა, ხო, და მათ შორის ისეთი ქვეყნები, რომლის სანქციებზე ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, შიში აქვს ივანიშვილს. ეს არის მაგალითად ბრიტანეთი, ხო, ეს არის ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი ის მასალა, რომელიც არსებობს და რომელიც არსად არ გამქრალა ქალტოემა, რა ვიცი, თქვენს ეთერში იყო და ძალიან ბევრი ტელევიზიების ეთერში არსებობს მედიის მდგომარეობა, რომ მედია უმძიმეს მდგომარეობაში არსებობენ დაპატიმრებული ჟურნალისტები, ადამიანები, ქალები, პოლიტიკოსები. ამიტომ ეს ყველაფერი არის ის მოცემულობა, რაც არის ზედაპირზე. რაც შეეხება დებატებს და ანონსებულს, რომელიც დღეს ასე ვთქვათ, აიღებს სტარტს, მე პროსტორეთ ჩამოვთვალე ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დებატებში მიიღებს მონაწილეობას, თქვენ საუბრის დასაწყისში მითხარით, რომ ქართულ ოცნებას შეეშინდა დებატებში ნამდვილი ოპოზიცია მიეწვია. მიიწვიეს ხოთაშორის გახარიას პარტიას, თუმცა მათ უარი განაცხადეს სწორედ იმ ფორმატისა და ასე ვთქვათ შემადგენლობის გამო, ვინც ამ დებატებში იღებს მონაწილეობას. შემოთავაზებაც კი არ ყოფილა თქვენთან ასეთ ჩემთან პირადად არა და არც არავისთან. არა, ნახეთ, დებატები რეალურად არის თემა, რომელიც
აი ამ წუთას მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას არ იმსახურებს. იმიტომ რომ თან განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც ხდება საქართველოში, ეს არის მართლა ის ძალიან მძიმე განათლების რეპრესიული სისტემის ჩამოყალიბება, განათლების რეპრესიული სისტემის ჩამოყალიბება, რაც არის თქვა ფასები, ადამიანის სიღარიბე, ადამიანის სიღატაკე. დღეს ბატონო მაგოცირიძეს ჰქონდა ძალიან კარგი სტატუსი იმაზე, რომ ბიუჯეტში ძალიან სერიოზული დეფიციტია და ხარჯების ნაწილი მაგალითად უსწრებს ზუსტად ასე ვთქვათ შემოსავალს, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი არის ის მძიმე მდგომარეობა, რამ მდგომარეობაში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივმა რეჟიმმა, ადამიანები და ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო გეოპოლიტიკური ასპარეზი ქალბატონებმა. ჩვენ გვისაუბრია არაერთხელ, მათ შორის აშხაბადის შემდეგ ძალიან მძიმე, ვთქვათ, გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და იზოლაციაზე, არა მხოლოდ აშხაბადის, მაგრამ ზოგადად წარმოსახვითაც კი, რომელშიც ჩავარდა ქართული ოცნება. ანუ მათ საკუთარ მომხრეებშიც კი გაუჩნდათ სერიოზული პრობლემები, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც თუნდაც ქართულ ოცნებას უჭერს დღემდე მხარს, ხო არიან რაღაც გულხურვალი მომხრეები. ეს ადამიანებიც კი ფიქრობენ, რომ საქართველოს ბედი ნამდვილად არ შეიძლება გადაწყდეს თურქმენეთში და აშხაბადში. და აი ამ დროს ჩვენ რას ვხედავთ? ვხედავთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მუდმივ შეტევას ახორციელებს, მაგალითად პრეზიდენტ ტრამპზე ამერიკის შეერთებულ შტატებზე და მე შეგახსენებთ მისი მორიგი კარის არ ვიცი რაღაც ხო ადამიანის ვინც ახმოვანებს მის აზრებს იმ ადამიანის წერილს, რომელიც ამბობს, რომ ტრამპი არის deep state, რომ რუსეთს რო ეწუწ წინა წერილში რუსეთს ეწუწუნებოდა, რომ იანუკოვიჩი და მადურომ და ვერცეთი ვერ დაიცავით მოკავშირეები. ამიტომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა. ანუ რა არის იმაში ცუდი, თუ კი პოლიტიკური ოპონენტები ქართულ ოცნებას უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარი მყარი პოზიციებით და არგუმენტებით დაუპირისპირდებიან და შეძლება საზოგადოებას აჩვენონ სად არის თეთრი და სად არის ბნელი მხარე. ქალბატონებმა ეს რომ გეყოლებათ ეთერში ქართული ოცნების წარმომადგენელია, ალბათ იმას უნდა დაუშვათ. კიდევ დიდხანს ალბათ იმას უნდა დაუშვათ, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის დემოკრატიული ქვეყანა. ხელისუფლება, მმართველობა, რეჟიმი და ადამიანები, ვინც არიან ძალაუფლებაში, იმ ადამიანების უპირველესი სისუსტე არის ზუსტად ის, რომ საკუთარ ოპონენტებს სვავენ ციხეში. ყველა მათი ოპონენტი პოლიტიკური პარტიის ლიდერები არიან ციხეში. თუმცა ამაზე ლევან ხაბეიშვილმა, თქვენივე თანაგუნდელმა თქვენი პარტიის გენერალურმა მდივანმა ციხიდან მოიწერა ფაქტობრივად განცხადება გააკეთა და თქვა რომ უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენ ამ ბრძოლაში დავთანხმდით, დავმარცხდით, ამიტომ საჭიროა დიალოგი მათ შორის პატიმრების გამოხსნასთან დაკავშირებით. მე ნამდვილად არ ვიზიარებ იმას რომ ჩვენ ამ ბრძოლაში დავმარცხდით. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა. ეს ბრძოლა არ არის ხანმოკლე, ეს არის ბრძოლა, რომელიც აუცილებლად დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. თუ წრფელად. არა, მე დამარცხებამდე ვერ აფასებენ სიტუაციას. არა, მე არ მithქვავს ეს თქვენი შეფასება. მე არ მithქვავს, უბრალოდ მე არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ამ ბრძოლაში ქართველი ხალხი დამარცხდა ჯერჯერობით. იმიტომ რომ ჩვენ ქართველი ხალხი უწევს წინააღმდეგობას, ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი. თვითონ ლევანს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ენერგია ჰქონდა ზუსტად ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ თავარი რა არის? თავარი არის, რომ ყველას გვესმოდეს, რომ კი, ნამდვილად, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა ქართველი ხალხისთვის, ჩვენთვის, მათ შორის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი არის ციხეში, თვითონ ლევანის, თვითონ სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ძალიან ბევრი ადამიანი, პოეტები, მსახიობები, არ ვიცი, ჟურნალისტები და სწორედ აი ამას შეამოწმოს მოსკოვის მექანიზმი და ამისთვის ჩამოდის ზუსტად. ამიტომ ხელისუფლება, რომელიც არის რეჟიმი, რომელიც არის ძალადობრივი და ქაოსის შემომტანი, ეს და რომელიც არის იზოლაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ არის ძლიერი, მაშინ მას ესეთი ნაბიჯების გადადგმა არ სჭირდება. რაც შეეხება დებატებს, ახლა კიდევ მე თავიდანვე დავწერე. მე დავწერე, არაერთხელ მithქვავს, რომ გახსნან იმედის კარები, ველაპარაკოთ ქართულ ხალხს. მე 2018 წლის მერე იმედზე აღარ ყოფილვარ ქალბატონებმა, ხო? ანუ არც გვისაუბრია ძალიან მრავალი წელია, იმიტომ რომ მათ არ აქვს იმედის კარი გახსნეს, როგორც ვიცი, მაგრამ არა თქვენთვის, იმიტომ რომ მათ თქვენს რომ დებატებში მიიწვევენ მათ, ვინც მათ კონსტიტუციურ
წესრიგს ნიშნავს აღიარებს. იმას, რომ მათ აქვთ ლეგიტიმაციის პრობლემა, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ იზოლაციის პრობლემა, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ უნდათ მოჩვენებითი რაღაც პროცესი შექმნა, რომელიც ვერ შეიქმნება, გუწფელად რომ გითხრათ, იმიტომ რომ აქეთ არის პროცესი, რომელიც არის უმძიმესი, უმძიმესი შეცდომებით და ძალადობრივ დებატებში შევიდეს. ხოდა ეგ კითხვა ჩემთან არ არის. ეგ კითხვა არის ქართული ოცნების წარმომადგენლებთან. მე რა შუაში ვარ ამ კითხვასთან. ანუ თუ არა ის ადამიანები. ვინ ადამიანები? ოპოზიცია ვისთანაც მზად არიან დებატებში შევიდნენ. გახარიას პარტია გირჩი. და არ ვიცი, ხო მიდია, ვიღაც ხო მიდის, ანუ ჩამოთვლილი იყო, ხო, ანუ ვის ოპოზიცია, ვინც არის პროდასალური ოპოზიცია, ვინც არის ნამდვილი ოპოზიცია, ქართველი ხალხის ნების გამომხატველი, ამ ოპოზიციასთან დასხდომა, საუბარი ძალიან დიდი ხანია ქართულ ოცნებას არ უნდა, იმიტომ რომ არაფერი ქართულ ხალხთან სასაუბრო არ აქვს. მათ შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ მე არც ვიცი, გვარები არც მახსოვს, ხო, გუწფელად რომ გითხრათ, მე ამ ახალი ამბისთვის რაღაცა განსაკუთრებული ყურადღება არ მიმინიჭებია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც მართლაც 100 ცოცხლად და ეგზისტენციალურია, ხო? თვითონ გამიჯნა, რომელია მისთვის კომფორტული ოპოზიცია და რომელია, როგორც თქვენ ამბობთ, ნამდვილი? ვისაც არ ეძახის დებატებში. ქალბატონოებმა თქვენ რა გონიათ, რომ მოცნებას სჭირდება პოლიტიკური დემოკრატიული პროცესი? ეს კითხვები ჩემთან არ არის, გუწფელად რომ გითხრათ, უნდა კითხოთ ოცნებას, რეჟიმის წარმომადგენლებს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მათ აქვთ იზოლაციის პრობლემა, მათ აქვთ ძალიან სერიოზული პოლიტიკური არალეგიტიმაციის პრობლემა და მათ აქვთ იმის პრობლემა, რომ რაღაც, ასე ვთქვათ, შექმნან ისეთი, პრობლემა კი არა, ცდელობა, რომ შექმნან ისეთი, რაც არის ასე ვთქვათ, თითქოს ყურადღების გადასაფარად, მაგრამ აქეთ რომ გამოიხედავენ და ეს პროცესები ხო არსად არ წავა, ფასები გაძვირებული, გაუქმებული უნივერსიტეტები, უმძიმესი ძალადობა, მოსკოვის მექანიზმი, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა, იმიტომ რომ ძალიან სწრაფი მექანიზმია ეს ყველაფერი. ანუ გამოძიება, ვთქვათ, ნებისმიერი ამერიკის შეერთებული შტატების გინება, პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმა, ეს ყველაფერი გეოპოლიტიკური იზოლაცია მაშინ, როდესაც ჩვენი მეზობლები ძალიან დიდ გარღვევას აღწევენ, ხო, ამ სამშვიდობო დერეფანზე. ანუ ეს ყველაფერი არის ის, რაზეც ლაპარაკი არ შეუძლიათ ბიზინა ივანიშვილის მსახურებს. ძალიან მარტივია ყველაფერი და გუწფელად რომ გითხრათ, ანუ გუწფელად ამხელა ყურადღებასაც ნამდვილად არ იმსახურებს, ეს იმიტომ რომ გასაგები იყო თავიდანვე. ანუ ჩვენ ხო ძალიან ბევრმა ადამიანმა თქვა, რომ თუ გახსნიან იმედის კარს, კი ბატონო ვილაპარაკებთ, რატო არ ვილაპარაკებთ? ქართულ ხალხთან სალაპარაკო ხა ისინი ვერ დადიან ქუჩაში, თორე ჩვენ დავდივართ ქუჩაში. ანუ ჩვენ ვიცით, ახლა მე სულ ყოველდღურად ადამიანებს ხვდები. რა მე არ მეშინია ქართულ ხალხთან არც ლაპარაკის, არც კრიტიკის მოსმენის, არც მოსაზრების მოსმენის. და ისა და სხვათა შორის ახლა განათლებაზე რომ ეს ორი უნივერსიტეტი ისე გააუქმეს, რომ მოვდიოდი გზაში ერთ-ერთი პროფესორი ლაპარაკობდა თორსა თქვენს ეთერში, რომ ტელევიზორიდან გავიგეთო, ანუ გააუქმეს ტექნიკური უნივერსიტეტი, გააუქმეს სახელმწიფო ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, მართლა ალმა მატერი, ძალიან ორი ძალიან მნიშვნელოვანი ალმა მატერი ქართველი ხალხის და შემდეგ თურმე ეს პროფესორებმა და მასწავლებლებმა უნდა თურმე გაიგონ ტელევიზიით და რექტორებმა ხო, ანუ რომელზეც საერთოდ აღარ ვლაპარაკობ. ამიტომ ამაზე ლაპარაკი, ფასებზე ლაპარაკი, სიღარიბეზე ლაპარაკი, უმძიმეს გამოწვევაზე ლაპარაკი, მძიმეა ბრძოლა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს ბრძოლა ჯერჯერობით და არც არსებობს, რომ ეს ბრძოლა ჩვენ წავაგოთ, იმიტომ რომ ქართველი ხალხის ნება ესეთია, რაც არ უნდა მძიმე იყოს. ამიტომ სწორედ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები და თვისობრივად სრულიად სხვა ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მართლა კრიტიკული აზრი და ადამიანების მოსაზრება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა, ხატია დეკანოიძეს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, გრანტების შესახებ კანონში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით საზიანოა და საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს ხელისუფლებამ. საკანონმდებლო წინადადებები უნდა გაიწვიოს, ასეთია Amnesty International-ის გამხმაურება პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე კანონში ცვლილებას გულისხმობს, მათ შორის შესახებ არის კანონი გრანტების შესახებ, კანონი ასე ვთქვათ მეწარმეების შესახებ, რაც შეეხება სწორედ აი ამ მეწარმე სუბიექტების მიერ
მათი ძირითადი კომერციული საქმიანობის მიღმა პოლიტიკური აზრის დაფიქსირების პრეცედენტს, ვიცით რომ შემოთავაზებული პირველი ვარიანტით იყო განსაზღვრული კანონდარღვევისთვის ჯარიმა პირველ ჯერზე 20,000, მეორე ჯერზე 40,000 ლარის ოდენობით და დაანონსებული ცვლილებებით შესაძლებელია უკვე სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოვიდეს და არა მხოლოდ ადმინისტრაციული ამ კანონდარღვევის შემთხვევაში. დატა ხვედელიანი პარტია გახარია საქართველოსთვის დეპუტატი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. გავაგზავნებ იმ თემას, რაზეც საუბრობდა ხატია დეკანოიძე, დაანონსებული პოლიტიკური დებატები, სადაც მონაწილეობაზე თქვენ თქვით უარი. მართალია ამასთან დაკავშირებით თქვენი განცხადება მოვისმინეთ, მაგრამ მაინც უფრო დეტალურად რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, აი როგორი იყო პროცესი, რამდენ ხანს გრძელდებოდა მოლაპარაკებები, რადგან მოლაპარაკებებში იყავით ჩართული, როგორც ჩანს, სხვა მოლოდინები ჰქონდა და საბოლოო ჯამში სხვა შედეგი მიიღეთ, რის გამოც უარი თქვით ამ დებატებში მონაწილეობაზე. პირველ რიგში ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ცნობილია და ჩვენ ბევრჯერ გავაჟღერეთ ის, რომ დებატები ეს არის კარგი, ჩვენ მივესალმებით დებატებს. ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც პოლიტიკოსისთვის და პოლიტიკური პარტიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის ასევე იმიტომ, რომ ეს უზრუნველყოფს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია. თუმცა დებატები უნდა ემსახურებოდეს არა პროპაგანდისტული ხაზის გაძლიერებას, ეს უნდა ემსახურებოდეს მოქალაქეთა ინფორმირებას, ეს უნდა ემსახურებოდეს მოქალაქეებისთვის მწვავე საკითხებზე საუბარს, აი რაში დაინახეთ, რომ ქართული ოცნება შეეცდება პროპაგანდისტული ხაზის გაძლიერებას? აი რაში დაინახეთ, ეს რაში გამოჩნდა? პროპაგანდისტულ ფარსზე, რომელიც დღეს რუსთავიორის ეთერში არის. და ყველა დაინახავს ამას იმიდან გამომდინარე რომ ეს რა თქმა უნდა საჯარო იქნება ჩვენ დისკუსიაში მონაწილე პირების ჩვენთვის მიუღებელი იყო ეს თვითონ ფაქტორი იყო თქვენთვის გადამწყვეტი ფაქტორი და ის რასაც ცდილობს ოცნება ცდილობს რომ დღეს გაყიდოს გაასაღოს აი ეს პროცესი სამართლიანი დებატების პროცესად და ეს არ არის ასე ეს არის მათი პროპაგანდისტული ფარსი იმიტომ რომ რეალურად მათ შინაარსობრივი დებატის, შინაარსობრივი ოპონირების ეშინიათ, მარტო დაჯდომის ეშინიათ და მხოლოდ თავის მოედანზე თავისივე სატელიტი პარტიების წარმომადგენლების გარემოცვაში ცდილობენ ამას. გარდა იქ ხედავთ, რომ არის ოპოზიციური პარტიებიდან წარმოდგენილი გირჩი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოდგენელი ნინო ჩხობაძე და მესამე ალბათ იქნებოდა მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუნდაც ქალბატონ ნინოს და სხვა ადამიანებს მე ზოგს არ ვიცნობ მათ ასე ვთქვათ საქმიანობას, თუმცა ჩვენ ეს ადამიანები არ გვინახავს საჯარო სივრცეებში, რომ ისინი რაიმეს აპროტესტებდნენ, მათთვის რაიმე მიუღებელი იყოს. მაგალითად, გარემოს დაცვის მიმართულებით არის ქალბატონი ნინო და ჩვენ არ მოგვისმენია მისი მხრიდან ეთერში ძალიან ხშირად ოცნების მიმართ. ოპონირება არ გვინახავს, იმიტომ რომ ეს საჯარო ასე ვთქვათ დებატი და დისკუსია ქართულ ოცნებას თვითონ ქონდა დახურული, მაგრამ როგორც პოზიცია ცალკე ქალბატონი ნინოსი, აი მე შემიძლია არაერთი ჩემი გადაცემა გაჩვენა, სადაც ის მწვავე დაკრიტიკებდა, რომ ქვეყანაში არ არსებობს რეალურად გარემოს დაცვითი თვალსაზრისით ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რომელიც მათ შორის პოზიცია რა თქმა უნდა მისასალმებელია და გვინახავს კი ბატონო, თუმცა ჩვენ არ გვინახავს ოცნების კრიტიკა, ჩვენ როგორ შეიძლება დებატებად ჩავთვალოთ და სამართლიან დებატებად და ჭეშმარიტების გარკვევის პროცესად შევრაცხოთ ის, როდესაც ეთერში ბატონი პაპუაშვილი და ბატონი სუბარი იჯდებიან, ანუ როგორ მოხდება ეს ისინი ერთმანეთის წინააღმდეგობას გაუწევენ, ეს ხომ ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ ჩვენ პარლამენტში ვართ, ჩვენთვის დებატები არ არის პრობლემა, ჩვენ თელი ოპონირების პროცესი გვაქვს და ჩვენ არ გვინახავს იქ ბატონი სუბარი შეწინააღმდეგებოდეს ბატონ პაპუაშვილს, აქედან გამომდინარე ეს ფარსია. ერთადერთ
ერთ-ერთი ოპოზიციური ძალა, რა თქმა უნდა, დიახ. იქაც სწორედ აი უპირატეს მდგომარეობაში არის ქართული ოცნება რიცხობრივი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა. იქაც არის ხალხის ძალა და შესაბამისად არც იქ არ უწევს ქართულ ოცნებას ოპონირებას. ანუ შესაბამისად თუ კიდევ ერთი დამატებითი საჯარო პლატფორმა გექნებოდა თქვენი პოზიციის დასაფიქსირებლად და შეძლებდით თქვენი მყარი არგუმენტებით გეჩვენებინათ, რომ ქართული ოცნება სულ მსუბუქად ვიტყვი შეცდომებს უშვებს, როდესაც ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს. ამაში რა იქნებოდა ცუდი და რა თქმა მეუღებელი? უნდა, ჩვენ არ გაურბივართ ამას და დებატები არის ჩვენთვის მისასალმებელი. ჩვენ კონკრეტულად აი ამ შემთხვევაში ვთქვით, იმიტომ რომ ეს ღიმილის მომგვრელია. ეს არ არის დებატები, ეს არ არის სამართლიანი პროცესი, ეს ვერ იქნება დებატებად ნაჩვენები და ოცნება ამას ცდილობს. ისინი თავიდანვე ამ ინიციატივის დაყენების შემდეგ მათ დაიწყეს ეს პროცესი იმისთვის, რომ მოქალაქეები დაერწმუნებინათ, რომ დემოკრატია არის მათთვის მნიშვნელოვანი და დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი დებატები უნდა დააბრუნონ. რეალურად ქვეყანაში პარიტეტი იქნებოდა მაგალითად დაცული? არა, პარიტეტზე არ არის. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა იქიდან გამომდინარე, რომ ხედავთ, რომ საკმაოდ მაგალითად დღეს ჩემი გუნდის წევრები საკმაოდ მწვავედ ოპონირებდნენ ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ ისინი სიმრავლით მეტნი არიან, განსხვავებული აზრი ჩვენ დავაბრუნეთ საქართველოს პარლამენტში და ის რომ ოცნების ოფისად იყო ქცეული ეს შენობა, ეს ისტორიული შენობა, რომელიც ამხელა დატვირთვის არის ჩვენი მოსახლეობისთვის, დღესდღეობით იქ ისმის განსხვავებული აზრი, მათ ექმნებათ დისკომფორტი და ხშირ შემთხვევაში ისინი ცვლიან საკუთარ გეგმებს. ხშირ შემთხვევაში მათი მაღალჩინოსნები, კორუმპირებული მაღალჩინოსნები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ასევე ნაციონალური მოძრაობის სახეებს წარმოადგენდნენ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს ეს ადამიანები ვერც კი მოდიან საკანონმდებლო ორგანოში და ამის მაგალითები არის თუნდაც ბატონი მიქანაძე, რომელიც საერთოდ არ გვენახება საკანონმდებლო ორგანოში, იმიტომ რომ მას ეშინია კრიტიკული შეკითხვების. მას ეშინია იმისი, რომ ჩვენ ვეტყვით მას, რომ დიახ, ის იყო სააკაშვილის ციხეების უფროსი. და ახლა იგივეს ცდილობს, იქ რაც გააკეთა, იგივეს ცდილობს, რომ განათლების სისტემას დამართოს და წაართვას ჩვენს ახალ თაობას განვითარებას და განათლების შესაძლებლობა. გეშინიათ პოლიტიკური თავდასხმის, მაშინ რატომ არ წახვედით დღეს დებატებში მონაწილეობის მისაღებად, თუნდაც საპირისპირო მხრიდან პაპუაშვილს, სუბარსა და ჟღენტს, არ ვიცი, ერთი მსგავსი პოზიცია ხონდა. დღეს ძალიან ღიმილის მომგვრელია, მე დავდე კიდევაც ჩემს სოციალურ გვერდზე, დავდე ვიდეო, სადაც იაგო ხვიჩია, რომელიც არის ეგრეთ წოდებული ოპოზიციის წევრი, რომელიც აქებს და ადიდებს ივანიშვილს და ეს ხდება საქართველოს პარლამენტის ტრიბუნებიდან. აი ძალიან ბევრი ამის პირდაპირ ნაწყვეტები არის და აი ამ ადამიანთან ჩატარდება დღეს რუსთავიორის ეთერში. რის გამოც უარი თქვით, რა თქმა უნდა, ოცნება ცდილობს, რომ შექმნას იმის იმიტაცია, რომ ისინი დემოკრატიას უზრუნველყოფენ ჩვენს ქვეყანაში, რომ ისინი დებატებს აბრუნებენ და რეალურად ეს არის მათი პროპაგანდისტული ფარსი, რომელშიც ჩვენ რა თქმა უნდა არ მივიღებთ მონაწილეობას, თორედ დანარჩენი ჩვენ ნებისმიერ პლატფორმას, ნებისმიერ მოედანზე წავალთ, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი გეგმა არის გამოვაცალოთ ქართულ ოცნებას. ის მხარდამჭერები, რომლებიც დღესდღეობით ყავს. არ ვიცი რა საკითხთან დაკავშირებით აქებდა და ადიდებდა ბიძინა ივანიშვილს, ნამდვილად არ მახსოვს. მე გადმოგცემთ გადაცემის შემდეგ და შეგიძლიათ მაყურებლებს ზეპირად მათი ყველა საპარლამენტო გამოსვლა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ნაწილში ისინი ქართულ ოცნებას არ აკრიტიკებენ და აი დღევანდელი თემა არის სწორედ საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში და ალბათ ექნებათ საკუთარი პოზიცია და სულ არ ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ამის გამო არ გააკრიტიკონ. ოცნების სატელიტი პარტიები, მათ შორის გირჩი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არსებობს ორი გირჩი, ერთი არის ივანიშვილის გირჩი და მეორე ნაციონალების გირჩი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ ვისი გავლენის ქვეშ არის ესა თუ ის გირჩი, აქედან გამომდინარე ისინი აკეთებენ განცხადებებს, დიახ, ზუსტად ეს ადამიანები, ეს ძალები ქმნიან ოპონირების იმიტაციას და ამ ყველაფრით ეხმარებიან ოცნებას, რომ ეს პროცესი შემდეგ უკვე გაყიდოს, გაასაღოს მოქალაქეებში, როგორც დემოკრატია, როგორც დებატების დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ აი იგივე ფორმატის ფარს, პროპაგანდისტულ ფარს ვიხილავთ იმედის ტელევიზიაზეც.
რეალურად იმედის ტელევიზია 4 წელია ჩვენ არ გვაშუქებს. ჩვენ დაბლოკილები ვართ რუსთავი 2-ის ეთერშიც, საღამოს ეთერებში. გიორგი გახარიამ მრავალჯერადად ითხოვა ეთერი ქონოდა, მაგრამ არა, ისინი არ უხსნიდნენ მათ. აქედან გამომდინარე ჩვენ დავაკვირდებით ამას. შეიძლება მათ შეცვალონ პოზიციები, დაგვიძახონ ეთერებში, არა მხოლოდ დებატებზე. გირჩი, ასე ვთქვათ, ერთი ნაწილი როგორც თქვენ ამბობთ ქართული ოცნების სატელიტია, იაგო ხუჩიას გირჩი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გირჩი, მიგაჩნიათ რომ ნაციონალური მოძრაობის სატელიტია. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თანაგუნდელები, ვინც ახლა უკვე სხვა პოლიტიკური პლატფორმა ჩამოაყალიბა, ისინი ყველა კოლექტიურ ნაცებად მიგაჩნიათ. ანუ რომელია მაშინ ის ოპოზიციური პარტია, რომელთან ერთადაც თქვენ ქართული ოცნების წინააღმდეგ დებატებში მიიღებდით მონაწილეობას. აუცილებელია რომ რომელიმესთან ერთად დავასახელოთ. ჩვენთვის ზოგადად პროცესი არის მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის დებატები, ეს დებატები უნდა იყოს თუნდაც ერთი-ერთზე. თუნდაც ეს ემსახურებოდეს რეალურ შინაარსობრივ დებატებს. ის რაც დღეს რუსთავი 2-ის ეთერში ტარდება, ეს არ არის ჭეშმარიტების დადგენის პროცესი, ეს არ არის მოქალაქეების ინფორმირების პროცესი. ეს არის პირიქით პროპაგანდისტულად მოქალაქეებზე კიდევ უფრო მეტი ძალადობა, კიდევ უფრო მეტ ჰიბრიდულ ომში შეყავთ ჩვენი მოქალაქეები. ამ პროცესს ასაღებენ როგორც დემოკრატიას და დებატებს და რა თქმა უნდა ამას საერთო არაფერი არ აქვს. აქედან გამომდინარე ჩვენ კონკრეტულად აი ამ პროცესს ვუთხარით უარი და არა დებატებს რა თქმა უნდა. ის რომ ჩვენ ვართ საქართველოს პარლამენტში და ერთადერთები ვართ, ის რომ ჩვენ ოპონირების მთელი პროცესი გვაქვს იქ და არ არსებობს კანონპროექტი, რომელზეც ჩვენ არ ვაფიქსირებთ ჩვენს ოპონირებას, არ ვაფიქსირებთ ჩვენს განსხვავებულ აზრს, არ არსებობს შეკითხვები, რომლებსაც ჩვენ არ ვსვავთ და ასე შემდეგ. ხო, ხვალაც იქნება განხილვები და ძალიან ბევრი შემთხვევა არის ისეთი, რომელშიც ჩანს, რომ ჩვენ რეალურად ამ მიმართულებით მუშაობთ და ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი გეგმა არის დიახ, გამოვაცალოთ ქართულ ოცნებას ის ამორჩეველი, რომელიც დღესდღეობით მრავლად ყავს საპარლამენტო კომისიაში, რომელმაც ფასების საკითხი უნდა შეისწავლოს, ვიცით რომ თქვენ 3 კვოტა გაქვთ, ხო? 3 წევრი იქნება თქვენი მხრიდან წარმოდგენილი. საინტერესოა თუ გაქვთ უკვე განსაზღვრული, იქ ვინ იქნება თქვენი ოპონირების მთავარი ადრესატი, ანუ ქართული ოცნება, რომელიც თქვენთან ერთად იქნება კვლევის პროცესში ჩართული, თუ ამ შემთხვევაში ის ვისგანაც არსებობს ფასების შემცირების მოლოდინი, რიტეილერები, დისტრიბუტორები, ასე მწარმოებლები, ნავთობი იმპორტიორები, ფარმაცევტული სექტორი. რა თქმა უნდა, ოპონირების, ასე ვთქვათ, მიმღები, ესე ცოტა არასწორია, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ გამოვყოფთ, თუმცა ჩვენ თვალის სიმართლეს უნდა გავუსწოროთ, რეალურად ის მდგომარეობა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის, ეკონომიკური მიმართულებით, თუნდაც გაზრდილი ფასების მიმართულებით, ეს ოცნების პასუხისმგებლობა არის. ეს რა თქმა უნდა არის იმ კორუფციის, იმ მოპარული ფულის, ხალხისგან მოპარული ფულის, იმ ატკატების, იმ ტენდერების და იმ სხვა ქმედებების შედეგი, რომელსაც ახორციელებს ყოველდღიურად ოცნება, იმიტომ რომ ოცნების არ არის მიზანი ქვეყანა გაძლიერდეს და განვითარდეს, ოცნებისთვის არის მხოლოდ მიზანი შეინარჩუნოს ძალაუფლება და გამოკვებოს და ახეიროს ის 20-25 ოჯახი, რომელიც მასთან დაერთებული არის და მისდამი ლოიალობას გამოხატავს. აქედან გამომდინარე, რატომ დადგა ეს შედეგი და ამაზე ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ. ამიტომაც დავაინიცირეთ ჩვენ მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტი, იმიტომ რომ ეს არის რეალური გარანტია მოქალაქისთვის, რომ მინიმალურ საჭიროებებს ის შეძლებს და შეწუდება აი მინიმალური ხელფასის გათვალისწინებით. თუმცა აქაც ჩანს ოცნების აი ეს ფარსად წოდებული ქმედებები, იმიტომ რომ გადადეს ეს კანონპროექტი, მათთვის მიუღებელია, გადადეს გაურკვეველი ვადით, ამის განხილვა, ამაზე არ საუბრობენ, როდესაც ეს არის უნიშნულოვანესი, ეს არის ძალიან კარგი გამოცდილება, სხვა ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყნის გამოცდილება, რომ ქვეყანაში მოქალაქისთვის იყოს აი ეს გარანტია და ეს ელემენტარული ამის მიუხედავად ისინი ამ კანონპროექტზე არ საუბრობენ და საუბრობენ
განათლების ხარისხის ამაღლებად ასაღებენ იმას, რასაც უკეთებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ჯავახიშვილის უნივერსიტეტს და ფაქტიურად ორ ამხელა ისტორიის მატარებელ უნივერსიტეტს აუქმებენ. ამის მაგალითად გრანტების შესახებ კანონს ღებულობენ. ორი ჰაბი, ერთი თბილისში და მეორე ქუთაისში. რა თქმა უნდა და რატომ ქუთაისში? იმიტომ ხო არა რომ ქუთაისის საერთაშორისო ინსტიტუტი არის, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა ააშენა. იმიტომ ხომ არა რომ კვოტით დამტკიცებული სტუდენტთა რაოდენობა არის გაცილებით მეტი და ვერ ხდება ამ კვოტის დატვირთვა. უნდათ რომ გაზარდონ რა თქმა უნდა, სურთ რომ გაზარდონ ქუთაისის, რა თქმა უნდა, სურთ და ამაზე მოწმობს ისიც, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს უნივერსიტეტი აქციონ ჩვენი ქვეყნის ცენტრად, აქ იყოს ყველაზე მეტი სტუდენტი და შესაბამისად 104 წლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტს, რომელიც დაამთავრა უამრავმა ადამიანმა და ამ ადამიანებზე იდგა ჩვენი ქვეყანა. ამ ადამიანების დამსახურებით ჩვენ გვაქვს დღეს გზები, ჩვენ გვაქვს აშენებული შენობები, უამრავი. აი ეს ცოდნის ჰაბი მართლაც, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო, აი ამას ანგრევენ ესე ხელოვნურად თავისი ხელით, ებრძვიან განათლებას, ებრძვიან ჩვენს ისტორიას. ფაქტიურად შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც გაცემული დაპირებები საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ დონეზე, რომ თანამშრომელი დარჩება, ომუშევარი და ძალიან საინტერესო შემცირდება სტუდენტური კვოტები, არამედ გაიზრდება იმ სტუდენტების რაოდენობა, რომელიც შესაძლებელია ამ შერწყმა გაერთიანების შედეგად მიიღოს. ბატონი კობახიძის ინტერპელაციის დროს მან ისაუბრა განათლების რეფორმაზე, რომელმაც საერთოდ არაფერი არ თქვა ამ კონკრეტულ შერწყმაზე, ამ აქტივობაზე და ახლაც ტყუილს იძახიან ისინი, როდესაც იძახიან, რომ არ შემცირდება პროფესორ მასწავლებელთა რაოდენობა, სრულიად აბსურდულად მაშინ ინტერპელაციის დროს კობახიძემ შეუცვალ ვიცით რომ ბოლო 9 თვეა თურმე მიმდინარეობდა ამ თემაზე ისინი მალავენ, ისინი იტყუებიან ყველა ნაბიჯზე და აქაც ჩანს როგორ ეპყრობიან საკუთარ ამომრჩევლებს. იმიტომ რომ მე ძალიან ბევრ გამოსვლას ვუსმინე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ტარდება ყოველდღიურად სიტყვით გამოსვლები, მართლაც პროფესიონალი და განსაკუთრებული ადამიანები, რომლებმაც თაობები აღზარდეს, ეს ადამიანები გამოდიან დღეს და ეკითხებიან ჩვენს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რატომ ექცევა ის მათ ასე და აი ასე ექცევა ოცნება დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ მასწავლებლებს. კიდევ ერთი ტყუილი და ფარსი, რომელიც შექმნილია განათლების სამინისტრომ გვეუბნება, რომ კანონპროექტის შემოტანამდეო ჩვენო საჯარო განხილვები გქონდაო. საჯარო განხილვები კი არ გქონდათ. ამათ აქვთ შექმნილი რექტორთა საბჭო და მხოლოდ რექტორთა საბჭოსთან ხდება ეს განხილვები. რეალურად არც პროფესორ მასწავლებლები არ არიან ინფორმირებულები, არც სტუდენტები ამასთან დაკავშირებით და პირველ რიგში ის, რასაც ითვალისწინებს აკადემიური თავისუფლება, ამის დარღვევა, პირდაპირი ბრძოლა რექტორთა საბჭოზე შესაბამისად ამ ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მიცოდა, რომ მსგავსი ცვლილებები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა რომ დადგნენ სტუდენტების, დადგნენ აკადემიური პერსონალის გვერდით, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესდღეობით და ნუ დადგებიან მათ გვერდით, ვისაც ისტორია შერაცხავს განათლებასთან მებრძოლ ადამიანებს. გააკეთა ცოტა ხნის წინ განცხადება, მან თქვა რომ კვირის ბოლოს გვექნება შეხვედრა საქართველოს განათლების მინისტრთან, რის შემდეგაც შევაჯამებთ საბოლოო პოზიციებს და დაამშვიდას ასე ვთქვათ, ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალი, სტუდენტები, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნებაო. რა თქმა უნდა, შემოტანილია კანონპროექტი, რომელშიც მათ ძალიან მძიმე საკითხები უწერიათ, ძალიან მძიმე წერია, რომ ფაქტიურად აუქმებენ. ფაქტიურად კიდევ ერთხელ უკვე დადასტურებულად, დეკლარირებულად უქმდება აკადემიური თავისუფლება, აი იმ ჩანაწერით, რაც არის, რომ მთავრობას შეუძლია ეს ყველაფერი შეცვალოს.
დროებითი საბჭო დანიშნოს, რა თუნდა უნივერსიტეტს, ან ჯავახიშვილის უნივერსიტეტს, ან ტექნიკურ უნივერსიტეტს დროებითი საბჭო. მას ყავს ორივე უნივერსიტეტს, სენატი, ყავს წარმომადგენლობითი საბჭო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოები, ისინი განკარგავენ, ისინი მუშაობენ ამ მიმართულებით. ეს ყველაფერი პროცესი ფუძნება. კანონპროექტის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კანონპროექტის მიხედვით უმაღლესი სასწავლებლის დონეზე ხელისუფლება ჩაერევა არა მხოლოდ რექტორის დანიშვნის, ასე ვთქვათ, აიღებს საკუთარ თავზე რექტორის დანიშვნის ფუნქციას, არამედ შესაძლებელია აი პროფესორ მასწავლებლების დანიშვნის დონეზეც კი განისაზღვროს მისი ჩართულობა? რა თქმა უნდა, ყველა დონეზე ისინი ზღუდავენ აკადემიურ თავისუფლებას ამ გადაწყვეტილებით და მთავარი ამ ყველაფერს ისინი ფუთავენ და იძახიან რომ ეს უზრუნველყოფს განათლების ხარისხის გაზრდას, თუმცა ვერცერთ შეკითხვას ისინი ვერ სცემენ პასუხს ამ მიმართულებით, როგორ უზრუნველყოფს ამ ორი უდიდესი ისტორიის მატარებელი უნივერსიტეტის გაერთიანება ხარისხის გაზრდას, როგორ უზრუნველყოფს აი ეს ყველაფერი როგორ იმოქმედებს და ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? უბრალოდ არ სცემენ პასუხებს. კვლევები, რომლებზეც მე ძალიან ბევრჯერ ვკითხე პროექტის წარმდგენს, რომელიც დღემდე არ მინახავს. ბაზრის კვლევა, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ეს რეფორმის მთელი კონცეფცია, ესეც არავის არ უნახავს და ამაზე პასუხები არ აქვთ უბრალოდ. შაბლონურად სცემენ იმ პასუხებს და შაბლონურად იძახიან, რომ ეს ყველაფერი გაზრდის სწავლის ხარისხს, განათლების ხარისხს ჩვენ ქვეყანაში, თუმცა რა თქმა უნდა ამას არაფერი საერთო არ აქვს, იმიტომ რომ ერთადერთი რაც ამ რეფორმით მათ აინტერესებთ ეს არის კორუფცია, შენობები, რომელთა ინტერესებიც აქვთ, ქუთაისის უნივერსიტეტის პოზიციების გამყარება და გაძლიერება და ნაკადის მიმართვა ქუთაისის უნივერსიტეტში, შემცირება სტუდენტების და ჩვენ ახლა ვისაუბრეთ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანო ცვლილებებზე და კიდევ მეორე ცვლილებებიც არის ინიცირებული, რომელიც ზოგად განათლებას ეხმიანება და ესეც უმძიმესი ცვლილებები არის, იმიტომ რომ აქაც ჩანს, რომ ეს პროცესი მთლიანად და ეს რეფორმა არ ემსახურება განათლების ხარისხის გაზრდას. კარგი, რომ შევაჯამოთ ახლა ჩვენი საუბარი ხატია დეკანოიძემ თქვა ცოტა ხნის წინ ჩვენს გადაცემაში, რომ მისი ინფორმაციით ტექნიკური უნივერსიტეტიდან თანამშრომლებისა და პროფესორ მასწავლებლების 60-70%-ის გაშვება უნდათო, ხომ არ გაძლევთ თქვენც ამის თქმის საფუძველს ის შემოთავაზებული რეფორმა, რომელსაც ორი უმაღლესი სასწავლებლის შერწყმა ჰქვია. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს შემდეგ უკვე მეორე ეტაპზე. ისინი ცდილობენ, რომ დალექონ ჩვენს მოსახლეობაში და კონკრეტულად აი ამ პროცესში ჩართული პირებისთვის დალექონ ის ინფორმაცია, რომ ესე არ მოხდება, თუმცა რა თქმა უნდა მოხდება. ისინი ცდილობენ, რომ ეფექტიანობა გაიზარდოს კონკრეტული უნივერსიტეტების და ვერ მოიყვანენ ვერც ერთ მაგალითს, რომ ეფექტიანობის გაზრდა მოხდა კადრების შემცირების გარეშე, ხო? შესაბამისად, მცირდება კონცეფციის მიხედვით, მცირდება ეს მათი მიდგომები, შესაბამისად, შემცირდება პროფესორ მასწავლებლებიც, შემცირდება სტუდენტების ნაკადები, მაგალითად დღეს ვნახე გამოქვეყნებული იყო ერთ-ერთ საინფორმაციო საიტზე, რომ უკვე სახელოვნებო მიმართულებით დაიწყეს ამ კვოტებზე მუშაობა, დაიწყეს და შესაბამისად უკვე გამოჩნდა, რომ იქაც შემცირებული იქნება კვოტები სახელოვნებო საგნების მიმართულებით და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ ის განსხვავებული აზრი, ის პროტესტი, რომელიც არის პროფესორ მასწავლებლებში, კონკრეტულად აკადემიურ წრეებში, სტუდენტებში და რა თქმა უნდა ჩვენს არ დავაკლებთ, იმიტომ რომ ხვალიდან იწყება განათლების საკომიტეტო განხილვები და რა თქმა უნდა ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა შეკითხვა დავსვათ. წინა შემთხვევაშიც ჩვენ დავსვით ყველა შეკითხვა, თუმცა ვერც ერთს ჩვენ ვერ მოვისვენეთ დასაბუთებული პასუხი და ეს არის მათი მადლობა ტატა ხვედელიანს, პარტია გახარია საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო ჩვენთან ერთად. რეკლამის შემდეგ ექსპერტების მოსაზრებას მოვისმენთ. არჩილ გამზარდია, ირაკლი მელაშვილი იქნებიან ჩვენთან ერთად.